ის რა თქმა უნდა მის ესალმებელია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთშიც იყოს წარმოდგენილი ფრანგული ასოციაცია. თქვენი ცნობთ ქალბატონ ანაით და სოფტერ მესროპიანს, რომელიც უკვე მესამედ თუ მეოთხედ კითხულობს ჩვენი ასოციაციის ფარგლებში სემინარს ფუნდამენტურ კონცეპტებზე და მას ექნება ორი სემინარი, ერთი რომელიც შეეხება სრულიად სხვა საკითხს, მაგრამ ეს სემინარი არის გაგრძელება პირველი სემინარის, როდესაც ის ლაპარაკობდა ომის ტრავმატიზმზე და როდესაც ის ლაპარაკობდა იმ კლინიკურ შემთხვევებზე, რომლებიც ეხება ომში ტრავმირებულ პაციენტებს, ის მუშაობდა, ესე იგი, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ის არის ფსიქოანალიტიკოსი, ასოციაცია ესპეს ანალიტიკის წევრი და გარდა პირადი პრაქტიკისა ის საფრანგეთში ბავშვებთან და სრასულ პაციენტებთან არაერთ ინსტიტუციაში მუშაობს, როგორც ანალიტიკოსი და კლინიკური ფსიქოლოგი. ანაით დასო არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ძალიან დამსახურებული სპეციალისტი, განსაკუთრებით ის იღწვის სომხეთში თავის ძირითად სამშობლოში, საიდანაც ის არის წარმოშობით და ასოციაცია ესპეს ანალიტიკის ფარგლებში ხელმძღვანელობს განყოფილებას მედიცინასა და ფსიქოანალიზის მიმართულებით. ამჟამად ის აქტიურად არის ჩართული ომით დაზარალებულებთან ურთიერთობაში და იმედია რომ ჩვენ მომავალში მოვაწყობთ ქართულ სომხურ ფრანგულ კონფერენციას თბილისში და მათაც ვეწვევით, იმიტომ რომ აქედან 275 კილომეტრი გვაშორებს ჩვენ სომეხ კოლეგებს. სემინარი, ესე იგი, მე ჯო ბაიდენით ქვემოთ რო არის მითითებული რაღაც სემინარი, შედასწრება არის საჯარო და უზრუნველყოფილი იქნება ფრანგულად თარგმანი. კი ნაღამ ეს ფრაზაც წავიკითხე. Anaïd, je vous donne la parole. D'accord. Bon, je vais principalement parler d'exemples cliniques aujourd'hui, hein, Oui. avec la question de la blessure dans le corps. Dans mon expérience à l'hôpital militaire où je travaille depuis 12 ans dans un mois, même pas, dans 10 jours, là, ça fera 12 ans. Peut-être commencer par un très bref rappel de ce qu'est le traumatisme et traumatisme chez Lacan. მე ესე იგი ვილაპარაკებ ისევ ჩემ კლინიკურ გამოცდილებაზე და ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევას დაუბრუნდები ისევ როგორც პირველი სემინარის დროს, ვინაიდან როგორც ადრე გითხარით 12 წელია უკვე ვმუშაობ ჰოსპიტალში სწორედ ჯარისკაცებთან და იქამდე ვიდრე ამ კლინიკურ საკითხებზე გადავიდოდე, ერთი-ორი სიტყვით შევეხები იმას, თუ რა არის ტრავმატიზმი ფსიქოანალიზში, განმარტება ძალიან მოკლე და რა არის ტრავმატიზმი ლაკანთან. Alors, j'imagine que vous avez déjà pas mal travaillé sur le traumatisme, et je l'avais évoqué dans ma dernière intervention, je crois. Hein, Oui, tout à fait. Oui, c'est oui, quelque chose qu'on... chez Freud, oui. Là, rapidement, parce que je crois que c'est intéressant de travailler sur la clinique aussi, mais rapidement, en fait, chez Lacan, en fait, évidemment, il travaille la question du traumatisme dans sa lecture de Freud, mais avec des nuances qui sont spécifiques à sa pensée. Donc, vous verrez dont on retrouve les liens avec les deux points cliniques, les deux vignettes que je vais vous présenter. და მე ვფიქრობ, რომ თქვენ უკვე ბევრი გექნებათ ნამუშევარი ფროიდთან ტრავმატიზმის საკითხზე და ლაკანი უბრუნდება ამ საკითხს და ფროიდიანულ ტექსტებს ამ პრიზმიდანაც განიხილავს და გარკვეული კლინიკური თუ თეორიული ნიუანსებით ამდიდრებს და სწორედ ლაკანიანური შეხედულება ტრავმატიზმზე იქნება ჩემი კლინიკური შემთხვევების ამის პრეზენტაციას მოემსახურება. Donc, chez Lacan, on pourrait dire qu'il y a plusieurs points. Le premier que je voudrais rappeler, c'est que le traumatisme il est lié au langage et au symbolique. C'est-à-dire que d'emblée... Oui, allez, non, allez. Dès le début, Lacan, il place en fait le langage au cœur de la structure psychique. Et pour lui, le traumatisme n'est pas simplement un événement réel, comme on a pu le voir dans les premiers temps chez Freud, puis quand ensuite il revoit sa Neurotica en disant qu'il n'y avait pas que la réalité, mais aussi la part du fantasme et les différents temps, etc. Mais pour Lacan, le traumatisme n'est pas un événement, simplement un événement réel, mais plutôt un choc qui est lié à la rencontre avec le symbolique. Et le langage... Oui, vas-y, pardon. ლაკანთან
ტრავმატიზმი განუყოფლად არის დაკავშირებული ენასა და სიმბოლურის რეგისტრთან, ენასთან, რომელიც ლაკანისთვის არის ფსიქიკური სტრუქტურის გული, ფსიქიკური სტრუქტურის მთავარი საყრდენი. და ტრავმა არ არის მხოლოდ რეალური, ამბობს ლაკანი, ისევე როგორც ფროიდი ოდესღაც ფიქრობდა, რომ ტრავმა იყო რეალური მოვლენა, მერე ის ამბობს, რომ მე არ მჯერა ჩემი ნევროტიკის წერს ამ წერილს ფლის და მერე ამბობს, რომ ტრამვირებელი არის ფანტაზმი და ფანტაზმის შეხვედრა რეალობასთან და ლაკანი ამბობს, რომ ტრავმატიზმი უკავშირდება აგრეთვე განუყოფლად სიმბოლურის რეგისტრს, რადგან პირველი ტრავმატული შოკი, რომელსაც სუბიექტი განიცდის, ეს არის შეხვედრა სიმბოლურთან. Et donc, le langage, en structurant, en tentant de structurer la réalité, peut engendrer des malentendus ou des impasses qui deviendront traumatiques. Donc, c'est ça, pour lui, donc c'est vraiment dans le langage qui essaye de redonner une structure à la réalité et pas au réel, où il peut y avoir des impasses qui deviennent traumatiques. Le traumatisme est donc souvent, en fait, là, on pourrait dire un effet de l'inscription dans le langage et de l'inaccessibilité du réel par le symbolique sur lequel je vais revenir. მას ენა არის ის, რაც ასტრუქტურირებს რეალობას, ენა არის რეალობის მასტრუქტურირებელი სიმბოლური რეგისტრი, რომელიც ქმნის ერთგვარ გაუგებრობას რეალურთან, გაუგებრობას რეალობასთან და ტრავმატიზმი ნიშნავს სიმბოლურში მოხელთებას რეალურის და ამ რეალურთან დაბრუნების შეუძლებლობას. ესე იგი, ენის სუბიექტი რეალურის რეგისტრს ვერ დაუბრუნდება ბოლომდე ვერასდროს, იმიტომ რომ ის უკვე მოხელთებულია ენაში, ის უკვე ენის სუბიექტია. Je vais quand même rappeler rapidement aussi ce que c'est que le réel chez Lacan, le réel et le traumatisme. Donc, dans le registre lacanien, le réel, c'est ce qui échappe au symbolique et à l'imaginaire, dans son séminaire RSI, hein, donc, qui est un vaste programme à lui tout seul. Mais là, c'est important de rappeler ce point-là, c'est que le réel est ce qui échappe au symbolique et à l'imaginaire, et c'est ce qui ne peut pas être représenté ou signifié. Et donc, le traumatisme, pour Lacan, c'est la rencontre avec une partie du réel qui ne peut pas être intégrée ni dans le symbolique, c'est-à-dire le langage, ni dans l'imaginaire, c'est-à-dire une projection d'une image mentale. Donc, le traumatisme... Je vais t'ajouter, s'il vous plaît. Alors, რეალურის რეგისტრი, მოკლედ რომ განმარტოთ, რა არის რეალურის რეგისტრი რაკავთან, რეალურის რეგისტრის კონცეფტი, რომელიც მას მთლიანად შემოაქვს სემინარში RSI, R არის ესე იგი réel, symbolique, imaginaire, რეალური სიმბოლური წარმოსახვითი, აი ამ სემინარს ასე ქვია, რეალური არის ის, რაც ხელიდან უსხლტება სიმბოლურს, რაც ხელიდან უსხლტება სიმბოლიზაციასა და წარმოსახვას, რეალური არის ის, რაც არ რეპრეზენტირდება არანაირად, შეუძლებელია მისი რეპრეზენტირება, მისი თქმა, მისი ჩაწერა ან მოხელთება აღნიშნულში. ხოლო ტრავმატიზმი არის ამ რეალური რეგისტრი, არა რეალობის, არამედ რეალური რეგისტრთან სუბიექტის შეხვედრა, რომელიც ფსიქიკურ გადამუშავებას ვერ განიცდის, ხელიდან უსხლტება ფსიქიკურ გადამუშავებას. Donc ici, on pourrait dire que le réel, c'est la question du réel et du traumatisme, c'est le traumatisme qui ne peut donc pas être vu, le traumatisme qui peut être donc vu comme une manifestation d'une faille dans la tentative d'inscrire l'expérience vécue dans le langage. სხვაგვარად რომ თქვა, ტრავმატიზმი არის ფსიქიკური მარცხი, რომელსაც ფსიქიკა განიცდის მცდელობაში ჩაწეროს ისტორიაში რეპრეზენტაცია მოახდინოს გამოცდილებით. ესე იგი, ტრავმატიზმი არის მარცხი ფსიქიკური მცდელობისა ჩაწეროს და რეპრეზენტირება მოახდინოს მოვლენის. ფაი შეიძლება ფრანგულიდან თარგმნოთ როგორც ჩავარდნა. Alors, très rapidement aussi, ça soulève beaucoup de questions, qui sont, par exemple, la question du désir et du manque, qu'on va voir, on va repérer quelques points dans la présentation d'aujourd'hui. Lacan, là, va mettre l'accent sur le fait que l'être humain est fondamentalement divisé et structuré par un manque. Et ce manque est lié à l'absence d'une satisfaction complète du désir.
Et je continue. და ამავე დროს ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ტრავმატიზმი დაკავშირებულია სურვილისა და ნაკლის საკითხთან, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ კლინიკურ შემთხვევაზე დაკვირვებით. ლაკანისთვის ადამიანი არის ფუნდამენტურად შინაგანად დაყოფილი, შინაგანად დივიზირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ რაღაც ნაწილი არის ჩვენში, რომელთანაც პირდაპირ ვწდომა ენის სუბიექტს აქვს დაკარგული და სუბიექტი არის ამ ნაკლით სტრუქტურირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არის სურვილის სუბიექტი, ესე იგი სურვილის დაკმაყოფილება არასდროს ბოლომდე არ არის შესაძლებელი. Donc le traumatisme, ça peut aussi être parfois lié à la confrontation avec ce manque, quand le sujet il est justement confronté à une situation qui remet en cause l'illusion de complétude. Et c'est cette confrontation-là qui peut être vécue comme traumatique. და ტრავმა არის კონფრონტაცია, შეჯახება ამ ნაკლთან, როდესაც ამ შეჯახების წყალობაზე ინგრევა სუბიექტისთვის თლიანობის ილუზია, რომელიც მას აქვს შექმნილი და ის აცნობიერებს იმას, თუ რამდენად არის გაუწყობებული ტრავმატიზმის მომენტში საკუთარ თავთან. ესე იგი, სუბიექტის როგორც ჰარმონიული თლიანობის ილუზია ირღვევა ამ შეჯახებით, ამ კონფრონტაციით. Donc cette question d'incomplétude qu'on évoque, c'est aussi, c'est pas sans rappeler la question de l'objet petit a, qui est un concept donc clé chez Lacan, comme on le sait, mais qui permet aussi de comprendre pour une part le traumatisme, puisque le sujet, il désire quelque chose qui échappe toujours, c'est l'objet A, le petit a, et le trauma peut être lié à la prise de conscience de l'impossibilité d'atteindre cet objet de manière complète. Et c'est ce qu'on va voir aussi dans ce que je vous présente aujourd'hui. Donc, ça renvoie au manque le sentiment que je n'attendrai jamais, je ne sais, insaisissable, c'est-à-dire que l'objet m'échappera toujours, c'est ça le trauma. Oui, là dans le trauma, il y a quelque chose, on va voir avec l'exemple clinique, ça va peut-être l'éclairer aussi, c'est impossible d'atteindre cette complétude en fait. და ამავე დროს ტრავმატიზმი შეგვიძლია დაუკავშიროთ ლაკანის მნიშვნელოვან კონცეფტს, რომელსაც ქვია ობიექტი პატარა a, რომელსაც ის წერს ლათინური პატარა a-თი, რაც არის სურვილის ობიექტი და რაც მუდმივად ხელიდან უსხლტება სუბიექტს, რომლის მოხელთება მხოლოდ ილუზორულად არის შესაძლებელი და რეალობაში მისი მოხელთება არის შეუძლებელი, ხოლო ტრავმატიზმი არის ამის სრული გაცნობიერების მომენტი, რომ ეს ობიექტი არის სამუდამოდ დაკარგული, სამუდამოდ მოუხელთებელი. Et là, j'ai envie de continuer avec la question du fantasme. Je fais vraiment une ligne un peu rapide, oui. mais quand même qui est justement par rapport à ce qu'on va traiter aujourd'hui, c'est-à-dire que le fantasme peut être comme vécu comme, enfin, considéré comme une protection contre le traumatisme. Parce que le fantasme, pour Lacan, il joue un rôle de médiation entre le sujet et le réel au sens de ce qui n'est pas symbolisable, en fait. Et donc, il est une construction. Allez-y. Le fantasme, il est une construction qui protège le sujet de la violence du réel en offrant une grille de lecture qui permet de supporter, en fait, justement, cette violence. Mais lorsque cette barrière du fantasme, elle s'effondre, le sujet peut se retrouver vraiment directement face à ce réel insupportable, et c'est cette rencontre brutale qui est vécue comme traumatique. და აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ტრავმატიზმის კონტექსტში შევეხოთ ისეთ საკითხს, როგორც არის ფანტაზმი, რომელიც ლაკანისთვის შეიძლება იყოს და არის ერთგვარი პროტექცია, პროტექტორი, ესე იგი დამცავი შრე, მედიატორი ჩემსა და სუბიექტსა და რეალურის რეგისტრს შორის. იმდენად რეალურის რეგისტრს, რომელიც როგორც ვთქვით, არასიმბოლიზირებადია, არარეპრეზენტაბილურია და ფლეჩს ფსიქიკას, ფანტაზმი არის ერთგვარი კონსტრუქცია, რომელიც რეალურის მოდელობისგან გვიცავს. და მაშინ, როდესაც ეს ბარიერი, ეს ასე ვთქვათ, ფანჯარა, რომლიდანაც მე უყურებ რეალურის რეგისტრს, ინგრევა, ანუ ფანტაზმი როცა განიცდის ჩამოშლას,
ასეთ შემთხვევაში, ანუ ტრავმატიზმის მომენტში, სუბიექტი აღმოჩნდება რეალურთან პირისპირ, რაც იწვევს მის ტრავმატიზაციას. Donc, en résumé, là, le traumatisme chez Lacan, c'est pas tellement un événement historique ou un choc dans la réalité, mais plutôt une rupture dans le tissu symbolique du sujet. C'est-à-dire, donc, c'est une confrontation avec quelque chose d'impossible à symboliser ou à intégrer dans le cadre de l'imaginaire et du langage. Il développe un peu plus avec le traumatisme, dont je dirais simplement quelques lignes pour pas trop vous embrouiller. რომ რეზუმირება მოვახდინოთ ლაკანის პოზიციის ტრავმატიზმთან მიმართებაში, ლაკანისთვის ტრავმატიზმი იმდენად ისტორიული და რეალური მოვლენა არის, ისტორიული შოკი გარეთ მიღებული, რამდენადაც ტრავმატიზმი ლაკანისათვის არის ერთგვარი წყვეტა სიმბოლურის რეგისტრში, ან ერთგვარი მოვლენა, რომელიც არღვევს სიმბოლურის ქსოვილს, იჭრება ამ ქსოვილში სიმბოლურის ქსოვილში აკეთებს ნახვეც. რაღაც მოვლენა, რომელიც უკვე წარმოსახვითი, ანუ ფანტაზმატიკური და ენობრივი სტრუქტურებით აღარ არის დასამორჩილებელი, ესე იგი ხელიდან უსხდება ფანტაზმატიკურ და ენობრივ სტრუქტურებს. ამ ენობრივი და ფანტაზმატიკური წარმოსახვითი სტრუქტურების გარეთ არსებობს. აღარ შეუძლებელია ტრავმის ჩაწერა. Quand il poursuit avec ses réflexions avec la question du traumatisme, donc c'est vraiment une continuité aussi dans ses réflexions, il mélange les deux mots, le trou et le traumatisme. Et c'est un concept central dans sa pensée où donc, le trou symbolise une absence, une faille qui est liée à la structure même du sujet, au-delà de la réalité d'un événement, évidemment. Et donc, il va parler du fondamental que représente le trou, parce que c'est un manque structurel qui marque la psyché humaine, il dit. Et ce manque, il est lié à l'impossibilité d'atteindre une satisfaction complète. Et donc là, on revient aussi à la question de la castration et lié à l'idée de la castration symbolique. Ces concepts se croisent, hein, on les retrouve avec des petites évolutions à chaque fois. ლაკანისთვის ტრავმატიზმი დაკავშირებულია ხვრელთან, ეს არის ხვრელის სიმბოლურში, რომელიც არ არის სიმბოლიზირებადი, ეს არის ერთგვარი ჩავარდნა, ტყომა და ტღუ, ესე იგი, ტყომა არის ტრავმა ფრანგულად და ტღუ, რომელსაც ლაკანი ტრავმას უკავშირებს, არის ხვრელი, ერთგვარი გამჭოლი ხვრელი სიმბოლურის ქსოვილში, ენობრივ ქსოვილში და რა თქმა უნდა დაკავშირებულია კასტრაციის კომპლექსთან, იმდენად რამდენადაც ეს ხვრელი ადამიანს განასწევინებს, რომ არსებობს ფუნდამენტური ნაკლი, რომლის ამოვსება შეუძლებელია და დაკარგული ობიექტის დაბრუნება შეუძლებელია, ესე იგი, როდესაც ირღვევა სიმბოლური ქსოვილი, სუბიექტი ამ რეალურის რეგისტრთან აღმოჩნდება პირისპირ, როგორც არამთლიანი, როგორც ენით დივიზირებული. Donc, il rapproche le réel qu'il qualifie étant comme un trou, et l'objet A est le trou du désir, en fait. Ce qu'on a vu tout à l'heure, qui est ce désir qui ne peut jamais être complètement atteint ou possédé par le sujet. Donc, c'est ce manque ou ce trou qui est constitutif du sujet dans cette conception-là. Donc, et le traumatisme et le réel, il dit que ça peut être compris, on peut dire que ça peut être compris comme une forme du traumatisme qui remet en jeu ce trou structurel, en fait, dans l'histoire. Et c'est vrai, c'est très, très juste. Es რეალური, ლაკანისთვის რეალური, არასიმბოლიზირებადი, არაენობრივი, დაკავშირებულია ხვრელთან და ობიექტ პატარა ასთან, რომელიც მოდის ნაკლის ადგილას, რომელსაც უნდა შეავსოს ეს ხვრელი, ეს ნაკლი. და ამავე დროს ობიექტი პატარაა, არასდროს არ არის მოსახელთებელი, ესე იგი სურვილის დაკმაყოფილება შეუძლებელია ბოლომდე. რაც ნიშნავს მხოლოდ ტრავმატიზმის მომენტში ეს ილუზია ამ ობიექტი ას მოხელთებისა ირღვევა და ადამიანი კვლავ აღმოჩნდება ამ ხვრელთან, კვლავ აღმოჩნდება ამ სიცარიელესთან, არასიმბოლიზირებად სიცარიელესთან, რომელიც სუბიექტს, მე რო დავამატო, უფრო გასაგები რომ გახდეს, რომელიც სუბიექტს აიძულებს ილაპარაკოს, ესე იგი დარჩეს სიმბოლურში.
და ტრავმა არის ისეთი რაღაც, რაც მოლაპარაკე სუბიექტის გვერდსულის და მას დააყენებს კვლავ, c'est-à-dire le trauma oblige le sujet d'affronter encore une fois être face en face de ce truc, Absolument. démuni du langage et des instruments symboliques. Oui. On va dire que le traumatisme, en fait, il implique donc une confrontation pour le sujet avec le vide, l'absence, et ce point que je trouve très important, ou l'inconsistance du symbolique, qui révèle une part du réel avec le grand R qui fait irruption dans la vie psychique du sujet. სხვაგვარად, ტრავმატიზმი არის კონფრონტაცია სიცარიელესთან, აზრის, აღნიშნულისა და სიმბოლურის არარსებობასთან პირისპირ აღმოჩენა ენის სუბიექტის, რომელიც ანგრევს მას. გაყავს ადამიანური სველიდან. Donc, comme je le mentionnais avant, hein, le fantasme aussi, la fonction du fantasme dans le traumatisme et le traumatisme, c'est que le fantasme joue un rôle souvent protecteur contre cette rencontre directe avec le réel. Ici, dans le cas que je vais vous raconter, le fantasme du membre qui est remplacé, en fait. Et donc, le traumatisme, dans ce cas-là, surgit lorsque cette barrière du fantasme cède, tombe, et que le sujet se retrouve face à ce trou, cette absence qui ne peut pas être comblée ni par l'imaginaire, ni par le symbolique. Traumatisme არის ის მდგომარეობა, როდესაც ეს ხვრელი არ შეიძლება იქნეს შევსებული, ამოვსებული, არც სიმბოლურის რეგისტრი, არც სიმბოლური ელემენტებით და ენით და არც წარმოსახვით, ესე იგი არც ფანტაზმით. ესე იგი, როგორც ჩვენ თქვით, ფანტაზმი არის დაცვა, რომ არ აღმოუჩნდე ამ სიცარიელესთან, ამ უაზრობასთან, ასე ვთქვათ, პირისპირ და ამ კლინიკურ შემთხვევაში, რომელზეც ვილაპარაკებ, სწორედ საქმე ეხება სხეულის ნაწილის რეალურ დაკარგვას, ანუ რეალურ ნაკლს, რომელიც როგორმე უნდა შეივსოს ფანტაზმით ან სიმბოლურით. Là, je vous propose de rentrer dans les exemples cliniques. Et j'avais envie de commencer par une citation du poète Arthur Rimbaud, que vous connaissez, je pense. Tout à fait, oui. Il y a la traduction. Oui. Dans une lettre du 10 juillet 1891 qu'il écrit à sa sœur Isabelle, il dit « Le médecin, naturellement, ne me voit plus, parce que pour le médecin, il suffit que la plaie soit cicatrisée pour qu'il vous lâche. » Pardon, il suffit que la plaie, la blessure, la plaie, oui, soit cicatrisée pour qu'il vous lâche. Il vous dit que vous êtes guéri. მე ექიმებს შემინახვა აღარ სურთ. ეხლა არტურ რემბო დავიწყებ პოეტის, ფრანგი პოეტის წერილით, რომელსაც ის წერს 1891 წელს თავის დას, ამბობს, რომ ექიმებს შემინახვა აღარ უნდათ, რადგანაც ისინი ფიქრობენ, რომ ჭრილობა, ლაპლე, ჭრილობა, ღია ჭრილობა, თუ კი ის შეხორცდა, სიკატრიზე არის თუ ნაიარევად იქცა, ნაიარევად გადაიქცა, უკვე განკურნებულია. Donc, il vous dit que vous êtes guéri et il ne se préoccupe de vous que lorsque il vous sort des abcès ou qu'il se produit d'autres complications nécessitant quelques coups de couteau, je le cite. Hein. Et il ne considère les malades que comme des sujets d'expérience. და ისინი გეუბნებიან, რომ თქვენ უკვე განკურნებული ხართ, იმიტომ რომ მოხდა ნაიარევი, მაგრამ მე ისინი მათ აღარ აინტერესებთ გართულებები თქვენი ჭრილობის des abscesses. Les abcès, c'est quand il y a une infection, qu'il y a du pus. ინფექციები, აბსესები ჭრილობის და რომელიც კიდევ საჭიროებს რამოდენიმე დარტყმას დანის იმისთვის, რომ იყოს განკურნებული. ეს არტურ რემბოს სიტყვები 1891 წელს მიწერილი წერილი მისი დისისთვის. შეიძლება ამის მოძებნა და უფრო კორექტულად ვიდრე მევთარგმნი გაცნობა ამ წერილს. Il avait été amputé, Arthur Rimbaud, hein, faut le rappeler. Oui, Pierre. იმიტომ რომ რატო მოიყვანა ეს მაგალითი არტურ რემბოს, იმიტომ რომ ის იყო ამპუტირებული. საჭირო გახდა მისი ამპუტაცია კიდურის. Alors, je dirais que pour commencer la clinique, les personnes handicapées physiquement, blessées et devenues handicapées physiquement,
sont confrontés avec une grande violence à une blessure narcissique majeure, bien entendu, et à une castration un peu, justement, qui n'est pas symbolique, on va dire, mais aussi qui fait appel à la castration symbolique derrière. Mais cela à plusieurs niveaux. და შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკურად დაზიანებული ადამიანები, დაჭრილები, ვინც დაიჭრნენ, დაზიანდა, მიიღეს ძლიერი მძიმე ფიზიკური დაზიანება, ისინი ცხადია შეხვდნენ ნარცისტულ ჭრილობას, მათთვის ეს აგრეთვე არის ნარცისტული ჭრილობა, მაგრამ ამავე დროს კასტრაციასაც, რომელიც განხორციელდა რეალურის და არა სიმბოლურის რეგისტრში და ამ რეალური კასტრაციიდან თავის დაღწევის გზა ხანდახან არის ის, რომ ფსიქიკა მიმართავს სიმბოლურ კასტრაციებს. Donc, ces personnes ont souvent côtoyé l'idée de la mort de très près pour eux-mêmes. Et pour certains, c'est la mort elle-même qu'ils ont vue emporter leurs proches ou leurs camarades, et ce qui les laisse souvent dans l'effroi au premier temps consécutif à cet événement traumatique. ეს ადამიანები ხშირად, ვისთანაც მე ვმუშაობ, მათ სიკვდილმა გვერდით ჩაუარა, ოდნავ გასცდა, ან მათ იხილეს თავისი მეგობრის სიკვდილი. და ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყოფოდნენ ეგრეთ თავზარის მდგომარეობაში. Donc à cela s'ajoute soit la perte d'une partie de leur corps, soit de la fonctionnalité de cette partie par amputation ou paralysie, et perte à laquelle ils ont à faire face avec les difficultés que l'on peut supposer et observer. და ამას ემატება ის, რომ მათ დაკარგეს სხეულის ნაწილი, ან რომელიმე სხეულის ნაწილმა დაკარგა ფუნქციონალური ფუნქცია, თხელი, პარალიზი და ასე შემდეგ. Quand on aborde le handicap, c'est important aussi de penser aux palliatifs technologiques qui sont proposés aujourd'hui. C'est important de traiter de cette question des palliatifs technologiques, tout en rappelant que c'est une clinique donc, du traumatisme, comme on l'a vu, hein, où la prise en compte de ce qu'il comporte d'horreur, de terreur et d'obscénité est à un moment extrêmement... même là, quand je vous raconte, les mots s'arrêtent en fait. C'est un réel, en fait. Ils ont à faire face au réel qu'on a évoqué tout à l'heure, ce réel qui est l'horreur devant quoi tous les mots s'arrêtent et qui échappe au symbolique, dans les premiers temps notamment. Mais donc les palliatifs technologiques vont permettre de passer petit à petit à d'autres choses. და ჩვენ უკვე ამ ტრამირებულ სუბიექტებთან შეიძლება ვილაპარაკოთ როგორც ტექნოლოგიურ პალიატიურობაზე, პალიატიურ კურნალობაზე, უნდა რა სიტყვის სამეცნიერო გაგებით, ეს არის ესენი არიან სუბიექტები, რომლებიც შეხვდნენ ტრაუმატიზმს, რეალურის რეგისტრს, რომლის წინაშეც ყველა სიტყვა შეუძლებელი აღმოჩნდა, ესე იგი სიტყვა და ენა შეუძლებელი აღმოჩნდა, ანუ ეს არის მდუმარებაში შეხვედრა ამ რეალურ რეგისტრს, რომელიც ამუნჯებს სუბიექტს, ხო? და პალიატიური ტექნოლოგიით შესაძლებელი ხდება, რომ ნელ-ნელა ამ ტრაუმატიზმს დაედოს სიტყვები, ანუ გაჩნდეს სიტყვები, მისი ნელ-ნელა მოხელთება მოხდეს სიმბოლოში. Je n'entends pas votre voix. Peut-être vous avez fermé le micro. Ah oui, pardon. Ah, c'est bon. Oui, il s'agit donc de travailler avec ces patients-là, une réorganisation du réel, de l'imaginaire et du symbolique, comme on a évoqué plus haut, pour instaurer au fil du temps une articulation à nouveau possible dans ces trois registres. Pardon, instaurer pour instaurer au fil du temps une articulation qui est à nouveau possible entre ces trois registres. Traumatisme, articulațias, ანუ კავშირს ურთიერთქმედებას სიმბოლურ წარმოსახვით და რეალურ რეგისტრებთან. ხოლო მკურნალობის მიზანი არის აღდგენა, რესტავრაცია, შეიძლება ითქვას, რეკონსტრუქცია, აღდგენა, რეორგანიზაცია არტიკულაციის, ანუ ურთიერთქმედების სიმბოლურ წარმოსახვitsa და რეალურ შორის, რომელიც იქნა ძალადობრივად ჩაწყვეტილი, ასე ვთქვათ, ტრაუმის მიერ. Donc, au sein de l'hôpital militaire où je travaille,
Très souvent, le handicap, il fait suite à un accident, un acte terroriste ou à la guerre, évidemment. Et donc, pour ces patients, pour ces sujets, l'inscription dans la communauté sociale de leur corps entier, parmi les autres qui sont entiers aussi, est tout d'un coup brutalement arrêtée, rompue et remise en question. ამ ჰოსპიტალში სადაც არის მსხვერპლი ტერორიზმის, ან ომის, ან უბედური შემთხვევის, კარგავენ რას ისინი ოდესღაც ჩაეწერნენ საზოგადოებაში საკუთარი მთლიანი სხეულით და როდესაც ისინი კარგავენ სხეულის ნაწილს, მათ კვლავ დგება მათ საკითხი საზოგადოებაში ჩაწერის. Excusez-moi. Parce que, évidemment, quand ils ont perdu une partie de leur corps, c'est plus du tout la même présentation et représentation, ni pour eux, ni pour les personnes en face. Donc, la question se pose, c'est comment être avec les autres sans être désigné comme différent, comme manquant, et comment continuer à faire partie de l'espèce humaine. Là, je reprends le titre de l'ouvrage de Robert Antelme qu'il a écrit à son retour des camps de concentration. C'est comment continuer à faire partie de l'espèce humaine. Vous avez dit le nom que Robert Antelme. Antelme. C'est un poète et écrivain et résistant français qui a été déporté. C'était le compagnon de Marguerite Duras aussi. Et il a été déporté à Buchenwald et Dachau, et il a écrit plusieurs livres, dont L'espèce humaine, qui est une référence dans la possibilité d'arriver à penser et presque théoriser l'expérience qu'il a vécue. Oui. ცხადია, სხეულის ნაწილის დაკარგვა სulis საკუთარი სხეულის რეპრეზენტაციას, ისევე როგორც სვის თვალში ჩვენ რეპრეზენტაციას. და ცხადია, ეს აიძულებს სუბიექტს, რომ შეასრულოს თავიდან ფსიქიკური სამუშაო, თვითაღქმის და იმის თუ სხვაში როგორ არის ის რეპრეზენტირებული და სვამს დავალებას, ფსიქიკურ და ადამიანურ დავალებას, როგორ დავჭე ადამიანად, როგორ ვიყო ადამიანთა ნაწილი, ადამიანთა საზოგადოების ნაწილი დასახეჭრებული სხეულით. ამაზე ბევრს ლაპარაკობს რობერ ანტელი, რომელიც იყო მარგარიტ დიურასის მეგობარი და რომელმაც გამოიარა დაჰაუსა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკები და რომელიც ამ გამოცდილებებზე ლაპარაკობს სწორედ, რომელსაც ქვია ამ წიგნს, ამ ნაშრომს espèce humaine. espèce არის სახეობა, როგორ დავჭე ადამიანად, ადამიანი როგორ დავჭე ამ სიტუაციაში. L'espèce humaine, c'est au sens du genre humain, en fait. Hein. Oui. Donc là, je rappelle peut-être pour ceux qui n'étaient pas là la dernière fois, mais le service de rééducation et réadaptation corporelle dans lequel je travaille est toujours très attentif à toutes les répercussions possibles pour ces patients qui ont ces grandes blessures. Je pourrais dire que l'ensemble des intervenants fait un corps, c'est important en fait, puisqu'on a affaire à des corps diminués, pour soutenir chaque blessé. Et la prise en charge psychique est totalement intégrée pour eux, mais tout en gardant son lieu spécifique qui est le cabinet où je les reçois dans l'hôpital. იქ სადაც ხდება მათი რეადაპტაცია და ხელახლა სწავლიან მათ რეალობაში ყოფნას, ყოველთვის ამ გუნდი ქმნის ერთგვარ სხეულს მათთვის, იმისთვის რომ გამთლიანების სამუშაო წარიმართოს, მაგრამ ამავე დროს ფსიქოლოგი, მე როგორც ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი რჩები სეპარირებული ამ გუნდისგან გარკვეული თვალსაზრისით, იმისთვის რომ მათთან ვიმუშაო ცალკე კაბინეტის ფარგლებში. C'est aussi un hôpital qui est très à la pointe dans le domaine des nouvelles techniques robotiques et numériques qui peuvent être proposées aux patients. ეს ამავე დროს არის ჰოსპიტალი, რომელიც მოწინავე ხაზზე დგას რობოტექნიკებით და ახალი ტექნოლოგიებით, რომლებსაც სთავაზობენ პაციენტებს, ხადია კიდურის აღდგენაზე ალბათ ლაპარაკი. Alors, c'est certainement une très grande avancée et une chance pour ces blessés, mais pour autant, ces progrès, aussi remarquables qu'ils soient,
ne permettent pas toujours l'économie de la violence psychique qu'ils ont à vivre. ეცხადია ეს ტექნოლოგიური პროგრესი ძალიან ეხმარება წინ წას რომ გაუმჯობესება წინში ამ პაციენტებს და რეაბილიტაციაში, მაგრამ ხშირად სრულიად არ არის საკმარისი ფსიქიკური ეკონომიის აღდგენისთვის, ფსიქიკური ეკონომიის ხელახლა რეკონსტრუქციისთვის, რომელიც ძალადობრივად დაარღვია ტრავმა. Parce que même si c'est un avantage considérable dans la fonctionnalité du corps, la technologie, hein, et les prothèses, donc, la prothèse fait réémerger presque toujours le miroir social et intime auquel les patients ont à se confronter. Pardon. Le prothèse a un effet de réémergence du... Oui, la prothèse fait réémerger le miroir social et intime auquel les patients ont à se confronter. Je vais le développer un peu plus. Oui, en fait. Technologie და პროთეზი ეფექტი არის ხელახლა ის ხელახლა აღმართავს სარკეს პაციენტის წინაშე სოციალურ და ინტიმურ სუბიექტურ სარკეს რომლის გამოსახულება თავიდან უნდა რეინტეგრირდეს სუბიექტში. ანუ ფაქტიურად სარკის სტადიის სამუშაო თავიდან უნდა შეასრულოს სუბიექტმა. Si j'ai bien compris, le travail du miroir de réintégration du corps et de l'image du corps est à refaire après la prothèse. Il est à refaire, mais même si ce miroir montre qu'il est comme c'est ça que je vais développer, comme entier, il y a quand même beaucoup d'interrogations, c'est ça que je vais développer un peu. მიუხედავად იმისა, რომ კიდურის აღდგენა პროთეზით ამ სარკეში აჩვენებს სუბიექტს როგორც მთლიანს და მას ეხმარება ახალი სხეულის რეინტეგრაციაში, მაინც რჩება ძალიან ბევრი პრობლემა ამ მიმართ. თუმცა პროთეზი არ აგვარებს დაზიანებული ფსიქიკური სხეულის რეკონსტრუქციის საკითხს ბოლომდე. Parce que, a priori, on pourrait dire, une fois qu'ils ont une bonne prothèse, ça va, tout va bien, quoi. Mais en fait, l'interrogation, ce qui est important ce à quoi il est important de faire de la place, justement, c'est l'interrogation que ça réveille chez ces patients face à l'invisible de leur handicap. À partir du moment où ils ont un appareillage, ils sont très bien faits, hein, les appareillages, les prothèses aujourd'hui, c'est que souvent, on ne se doute pas qu'ils ont une prothèse, en fait, que ce soit de la jambe ou du bras. Donc, l'interrogation chez ces patients face à l'invisible de leur handicap réveille une contradiction qui est prise entre leur désir de normalisation, c'est-à-dire de paraître comme tout le monde, et son l'illusion qu'ils sont normaux, en fait, qui vient comme nier le manque radical auquel ils ont à faire face. C'est là où on fait le lien avec le traumatisme que j'évoquais tout à l'heure. რა თქმა უნდა, პროთეზი აუმჯობესებს მათ ცხოვრებას. ყველაფერი შეიძლება ძალიან სრულფასოვანი გახდეს ფაქტურად მათი გადაადგილება ან ხელის მოხმარება, მაგრამ ეს არ ცვლის იმ უხილავ დასახიჩრებას, რომელიც ფსიქიკურად მათ მიიღეს. მათ აქვს სრული ნორმალიზაციის, რა თქმა უნდა, პროთეზი ეხმარება მათ ნორმალიზაციაში, მაგრამ ამავე დროს ქმნის ილუზიას, რომ მათ შეავს ეს ის ფუნდამენტური ნაკლი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი და შესაბამისად ხანდახან პროთეზი აფერხებს იმ ფსიქიკური სამუშაოს გაწევას, რომელიც აუცილებელია ფსიქოლოგთან. On peut dire que dans ces cas-là, on a affaire à une frontière entre le visible et l'invisible et qui vient se cogner à l'ambivalence psychique des patients amputés. და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე უხილავთან და ხილულთან. ხილული ეს არის კიდურის არარსებობა და მერე მისი გაჩენა პროთეზით და უხილავთან, ესე იგი შინაგანი პროთეზირების თუ შინაგანი ამპუტაციისა და მერე პროთეზირების პროცესი, რაც მერე კლინიკური სამუშაოს დროს იჩენს თავს. Je vais vous parler de M. L, on va dire, qui a à peine 30 ans et qui se trouve amputé de son avant-bras droit suite à un accident dans lequel il n'est pas du tout acteur ou responsable d'une manière ou d'une autre.
mais une des victimes collatérales. Ce n'était pas la guerre ni la violence non, armée. en fait, il y a eu un accident, il y a eu une explosion sur une base aérienne. Il est mécanicien, en fait, en responsable des contrôles techniques sur les avions militaires. Et il y a eu un défaut dans un des avions qui a provoqué une explosion à Albacete, en Espagne. Hein, c'était une base française, mais en Espagne. Donc, il y a eu une explosion où il y a eu beaucoup de blessés, quelques morts. Et il faisait partie des personnes qui se trouvaient là. საქმე ეხება 30 წლამდე პაციენტს, რომელმაც დაკარგა მარჯვენა ხელის, საჰაერო ძალებში მსახურობდა როგორც ტექნიკოსი და ერთ-ერთი თვითმფრინავის შეკეთების დროს ესე იგი მოხდა ეს აფეთქება, რამაც გამოიწვია რამდენიმე ადამიანის დაღუპვა და მან დაკარგა მხარი. ესე იგი მარჯვენა ხელი. Alors, et donc, en fait, donc, il est mécanicien, comme je le disais, et il a passé beaucoup d'interventions chirurgicales, etc. Et quand il arrive dans notre service, là, il est au début plutôt très enthousiaste. C'était pas un patient difficile pour tous les autres, les kinésithérapeutes, les médecins rééducateurs, etc. Et il est très enthousiaste parce que on va lui proposer une prothèse très performante technologiquement et qui en plus imite très bien la forme humaine. Ils savent faire par-dessus la technologie, ils imitent la peau, ils travaillent avec la couleur de la peau de chaque personne pour que ça soit au plus proche. Et donc voilà, et il est très enthousiaste à l'idée de pouvoir bénéficier de cette... Et il est très content parce qu'avec cette prothèse, normalement, il va arriver à travailler à nouveau, être intégré socialement, comme avant, entre guillemets, comme si de rien n'était, ne s'était passé. და ეს ბიჭი როცა მოვიდა ჰოსპიტალში, ის ძალიან დიდი ენთუზიაზმით იყო განწყობილი რეაბილიტაციის მიმართ და ჯგუფი არ მიიჩნევდა მას როგორც თუ პაციენტს, პირიქით მოყვებოდა ყველაფერში, მიყვებოდა სამედიცინო ჯგუფს და დიდი ენთუზიაზმი და სიხარული განიწყო იმ ახალი პროთეზის მიმართ, რომელსაც მას თავაზობდნენ ტექნოლოგიურად ძალიან დახვეწილის, რომელიც მაქსიმალურად იმიტირებდა და იმეორებდა ადამიანის სხეულის ფორმას და ფერსაც, მისი კანის ფერსაც კი და ამავე დროს მას შეეძლო დაბრუნებოდა თავის სამუშაოს, სამსახურეობრივ საქმიანობას, ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა, თითქოს. Mais précisément, et malgré la conscience de la chance qu'il a de pouvoir retrouver une activité professionnelle, ce qui était très important pour lui, ce sur quoi on avait beaucoup travaillé, je l'ai suivi pendant 1 an, il est resté à l'hôpital, hein, c'est important. Pardon? Je l'ai suivi pendant 1 an à l'hôpital. Ça a été une très longue hospitalisation parce qu'il avait perdu son bras, mais il avait de très graves blessures dans la jambe qu'il n'a pas perdu, mais il a fallu opérer plusieurs fois. Donc, c'était une très longue hospitalisation. Donc, il savait que c'était une chance de pouvoir retravailler, mais ce qui lui est revenu petit à petit dans nos séances, c'est que c'est l'invisible de prime abord, c'est-à-dire à première vue, de son handicap, grâce ou à cause de la prothèse, en fait. C'est-à-dire qu'il voulait être traité comme tout le monde, c'est-à-dire comme quelqu'un à qui il lui manque rien, et en même temps, il ne supportait pas que ce soit invisible. Oui. Il avait laissé une part de lui-même dans cet accident, et cette perte n'était pas du tout compensée par le robot quant à son sentiment intérieur de désolation et de perte. Oui. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა შანსი მიიღო ამდენად დახვეწილი პროთეზი, მე მასთან 1 წელი ვიმუშავე როგორც ფსიქოლოგმა და მან ბევრი ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა, იმიტომ რომ ის ფეხშიც იყო დაჭრილი, მაგრამ მისი ფეხი გადაარჩინეს და არ გახდა საჭირო რაღაცა მსგავსი. ჩვენი სეანსების დროს პროთეზირების შემდეგ თავი იჩინა
უხილავმა ასპექტმა, რატომ? რა იგულისხმება ამ უხილავში? ეხლა მე უფრო კარგად მივხვდი თვითონაც, რომ მისი სურვილი იყო, რომ ის ყოფილიყო ისეთი, როგორც ყველა, ესე იგი, აღარ ყოფილიყო განსხვავება მასა და სხვებს შორის და ეს პროტეზი სწორედ ამის შესაძლებლობას აძლევდა მას ხატისმიერად, ფაქტიურად, მაგრამ ის ვერ იტანდა და ვერ უძლებდა იმას, რომ ამ პროტეზმა უხილავი გახადა ის ფსიქიკური, მორალური და ადამიანური დანაკარგი, რომელიც მან განიცადა აფეთქების შემდეგ. ესე იგი, ფაქტიურად ის აღარაფრით განირჩეოდა არატრამვირებული და არაამპუტირებული სუბიექტებისგან, რაც მისთვის იყო გაუსაძლისი, იმიტომ რომ თითქოს მისი ტანჯვა აღარ იყო აღარსად აღარ ჩანდა. Invisible, როგორც ასე, უხილავი გახდა. Et donc, ce qui est invisible, ce comme si, justement, vient comme une négation de ce qui lui est arrivé. Il oscille, c'est-à-dire il balance entre l'envie d'être comme tout le monde et l'envie de crier au monde à quel point il est blessé, à quel point cette perte est pratiquement impossible à accepter pour lui. ეს უხილავობა, მისი ტრავმატიზმის, რომელიც გახადა შესაძლებელი პროტეზმა, ერთგვარად ფუნქციონირებდა როგორც უარყოფა იმისა, რაც მან განიცადა. ესე იგი, მას სურდა ერთის მხრივ ყოფილიყო როგორც ყველა, ანუ ის აპროტესტებდა, რომ ყოფილიყო განსხვავებული სხვებისგან და ამავე დროს ილკრია, ესე იგი, სყვირო და ის მას სურდა დემონსტრირება მოეხდინა თავისი დანაკარგის, თავისი მძიმე გამოცდილების, მეორე მხრივ, რომ აღიარებული ყოფილიყო ამ ტანჯვაში და ეს პროტეზირება, ესე იგი, სხვებისათვის ამას უხილავს ხდიდა. თითქოს მისი ტანჯვა დარჩა მასთან. Il y a une phrase de Robert Antelme que j'avais retrouvée qui dit « L'homme peut être détruit, mais il ne peut pas être transformé en autre chose ». Ça exprime, je trouve, de manière assez juste aussi ce que tentait d'exprimer ce patient. Tous les intervenants en fait, qui travaillaient avec ce patient étaient très présents, les kinésithérapeutes, comme je disais, ergothérapeutes, psychomotriciens. Il était très cadré, tenu, contenu. Et même si ce bras robot était fonctionnel à nouveau, c'était dans ces rendez-vous avec moi que la possibilité de la béance de cette perte était exprimée. Très souvent, par l'expression d'un grand sentiment de colère qui était tourné vers le monde entier, vers tous les autres, qui ignoraient ce manque, qui ne reconnaissaient pas, qui ne voyaient pas, et donc qui le voyaient comme manquant, ce manque, cette perte, ce traumatisme, en fait. C'est comme s'il ignorait, lui, son être entier. როგორც რობერტ ანტელი ამბობს, ადამიანი შეიძლება დაანგრიო, მაგრამ მისგან სხვა რამეს ვერ გააკეთებს, ესე იგი, გარდა ადამიანისა. ამ პაციენტთან მუშაობდნენ კინეზითერაპევტები, ერგოთერაპევტები, ფსიქომოტორიკის სპეციალისტები. ის ძალიან ჩარჩოში იყო მოქცეული მისი ასე ვთქვათ რეაბილიტაცია, მაგრამ როდესაც ის მოდიოდა სეანსებზე, თავისი რობოტი ჟირებული, ასე ვთქვათ, ხელით, რომელსაც ვერაფრით მოახდინა დანაკარგის კომპენსაცია, ის სეანსებზე ჩვენ შეგვეძლო კვლავ გაგვეხსნა, ესე იგი, პროტეზის მიღმა გავსულიყავით და კვლავ გაგვეხსნა სხეულის ნაწილის დანაკარგით გამოწვეული უფსკრული, რომელიც მასკირებული იყო პროტეზით და უკვე ის გამოხატავდა ძლიერ ბრაზს სეანსებზე, რადგანაც ის თვლიდა, რომ მისი დანაკარგი იგნორირებულია, რომ მას ვერ ხედავენ და ის ტრავმატიზმი და ის ტანჯვა, რომელიც მან გადაიტანა, უარყოფილია, თითქოს უარყოფდნენ რამის დაკარგულ ხელს, რადგან ვეღარ ხედავდნენ ამ დანაკარგს თვალსაჩინოდ, თითქოს უარყოფდნენ კიდევაც მის არსებას, როგორც მას მთლიანად. On pourrait dire que d'une certaine manière, c'est une nouvelle identité qui commence à se dessiner en creux pour eux et qui oblige le patient à repenser son identité qui est devenue floue pour lui et voire fausse pour les autres, parce que les autres le voient entier, mais ce n'est pas la réalité.
Et donc, à repenser cette identité floue pour lui, fausse pour les autres. Et ça se joue aussi sur la question, à partir de la question du possible et de la mort qui a été si proche pour eux. Parce qu'en fait, la question de l'approche de la mort, c'est une question qui pose celle de l'oubli aussi. L'oubli qui est un aspect de la mort constamment présent dans la vie, parce que sinon on ne pourrait pas vivre, hein. Freud le disait aussi, on est obligé de se penser immortel presque, et d'oublier que ça va tous nous arriver. Mais c'est un aspect de la mort constamment présent dans la vie, mais qu'on oublie. Et en fait, là aussi, là, j'aime bien me référer à des écrivains. Là, c'est Milan Kundera qui dit: le plus terrifiant dans la mort n'est pas la perte de l'avenir, mais la perte du passé. Et avec ce patient, c'était bien aussi la question c'est cette question-là qui peut se poser, mais comme pratiquement tous, hein. C'est-à-dire comment faire entendre et voir à l'autre, aux autres, son passé son passé qui est irrémédiablement différent dans le corps d'aujourd'hui. ეს არის ერთგვარი იდენტობა, ახალი იდენტობა მისთვის, ახალი იდენტობა, რომელიც მას აიძულებს გადახედოს მის ძველ იდენტობებს. რადგანაც სხვები მას ხედავენ როგორც მთლიანს, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის და მას სინამდვილეში აკლია მარჯვენა ხელი. რაც ნიშნავს იმას, რომ თითქოს ის უარყოფილია თავის ახალ იდენტობაში, თითქოს ის უარყოფილია თავის ახალ სხეულში. ამავე დროს ეს საკითხი უკავშირდება სიკვდილს, იმიტომ რომ სიკვდილთან ძალიან ახლოს იყო ის, სიკვდილმაც ძალიან ახლოს ჩაუარა და ამავე დროს ეს უკავშირდება სიკვდილის დავიწყების საკითხს, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ გვაცოცხლებს, ის რაც სიცოცხლე და ცხოვრება შეძლებს, არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია დაგვავიწყდეს სიკვდილის არსებობის შესახებ, რომ ჩვენ ყველას ადრე თუ გვიან ეს მოგვივა და მილან კუნდერას ეს სიტყვები მინდა გამოვიყენო, რომელიც ამბობს, რომ სიკვდილში ყველაზე თავზარდამცემი მომავლის გაქრობა კი არ არის, რომ აღარ იქნება მომავალი, არამედ ის, რომ აღარ იქნება წარსული. და თითქოს est-ce que vous pouvez me dire ce que vous avez très bien dit, mais que j'ai pas bien entendu, compris une phrase de Milan Kundera, qu'est-ce que cette phrase dit pour ce patient? C'est-à-dire, le plus terrible dans la mort, c'est pas Pas la perte de l'avenir, mais la perte du passé. Par rapport à ce patient. Par rapport à ce patient, là, ce qui était terrifiant, c'est que il était content de pouvoir faire comme avant, mais qu'en même temps, son corps, dans la réalité d'avant, n'existait plus. Et donc, faisait partie d'un passé qui n'existait plus pour personne d'autre à part pour lui. Ah oui, oui. ანუ მე ვკითხე თუ რა კავშირშია მილან კუნდერას ეს ფრაზა და იმ კავშირში რომ ეს პაციენტი იყო ისე როგორც ხვები, გახდა როგორც ხვები, ესე იგი დაემსგავსა ხვებს, მაგრამ ამავე დროს სინამდვილეში არა, სინამდვილეში მას აკლდა სხეულის ნაწილი და მან დაკარგა ეს წარსული. თუ სწორად ცოტა სულიერ თარგმანში Oui. Et je vais peut-être vous raconter un deuxième exemple pour terminer, pour ça, parce que c'est un peu lourd peut-être. Un autre patient, que j'appellerai Monsieur T, peu importe, lui, il exprimait son désespoir sous une forme d'hypervolubilité. Il avait été amputé d'une jambe, lui, et il ne pouvait pas... Comment? Hypervolubilité. C'est-à-dire quelqu'un qui parlait volubile, c'est quelqu'un qui parle beaucoup. Hypervolubilité. Oui, je sais. Oui. Il y a beaucoup de mots. Tout le temps, il fait des conversations avec n'importe qui comme ça dans l'hôpital. Oui. C'est presque une hémorragie de mots, presque. მე მოყვები მაგალითს ახლა მეორე პაციენტის, რომელმაც თავისი სხეულის დანაკარგით განცდილის სასოწარკვეთა გამოხატა ისეთ სიმპტომში, რომელსაც ქვია სიტყვა უხობა ან მუდმივი გაუჩერებელი ლაპარაკი, ერთგვარი ენობრივი ჰემორალგია.
Ce patient, il ne pouvait pas appeler la part manquante de sa jambe amputée le moignon. C'est le terme qu'on utilise, c'est le moignon. Ces patients ne pouvaient pas appeler La part manquante de sa jambe amputée, c'est-à-dire sa jambe amputée, il n'arrivait pas à l'appeler le moignon. Il y avait, parce que le moignon, parlait trop de la part manquante, en fait. le moyen. Moignon, c'est le terme qu'on utilise pour un membre, un bras, une jambe qui a été amputé. Et donc, ce qui reste, c'est ce qu'on appelle le moignon. Ah, le moyen. Il ne Oui. pouvait pas parler de cette M-O, partie. oui. Il ne pouvait pas prononcer ce mot. Ça s'écrit M-O-I-G-N-O-N. Ah, oui, mais moyen. Voilà. Moignon, oui. La phrase est très riche. Il y a même le mot pour la partie qui reste. Oui, exactement. ამ პაციენტს არ შეეძლო წარმოეთქვა სიტყვა, რომელიც არის moyen. Moyen, როგორც აღმოჩნდა ფრანგულ ენაში, აღნიშნავს ამპუტირებული, არა ამპუტირებული სხეულის ამპუტირებულ ნაწილს, არამედ დარჩენილ ნაწილს. მაგალითად, ფეხის ნახევარს, ხელის ნახევარს, რომელიც დარჩა, ეს არის moyen. და du mot du moindre, moyen. ანუ ნარჩენი. არც შეიძლება sûrement dans le langage médical il y a ce mot en géorgien aussi mais je sais pas. და ამ სიტყვის წარმოთქმაც კი არ შეეძლო მას. Oui, je ne sais pas comment on le traduit en géorgien. J'essaie de regarder sur géorgien, moignon. J'essaie, je ne sais pas si c'est. Guéro, ils disent? Je ne sais pas. Non, je vais voir après. J'ai un dictionnaire beaucoup plus fort. Oui, là c'est très basique. Donc en fait, lui, il ne pouvait pas appeler sa jambe le moignon et il refusait pendant des semaines de regarder la cicatrice et ce qu'il appelait sa jambe interrompue. Et parce qu'il voyait, il ne voulait pas voir la cicatrice, et pour lui, c'était plutôt côté d'une béance insupportable. Il avait besoin de lui donner d'autres noms ou de l'appeler, donc soit le membre interrompu, soit de l'appeler le membre résiduel, ou, ce qui était encore plus intéressant, je trouvais, de lui attribuer le nom d'un personnage de dessin animé. და ის უარს ამბობდა კვირეების განმავლობაში თვალი გაესწორებინა პირდაპირ გაგებით ამ სიტყვის შეეხედა თავისი ჭრილობისთვის, თავისი მოკვეთილი ფეხისთვის. ეს ნაკლი მისთვის სრულიად დაუტანელი იყო, ხოლო ამ ნაკლს აღნიშნავდა სიტყვა moignon, ესე იგი ეს დარჩენილი ნაწილის ფეხის, რომელსაც ვერ უყურებდა და ის სიტყვა მაგალითად შეწყვეტილი სხეულის კიდურის შეწყვეტილი კიდური. Interrompre, ზუსტი თარგმანი არის შეწყვეტა. მაგალითად ლაპარაკის გაწყვეტინება ან პროცესის შეწყვეტა. ან მოწყვეტილი შეიძლება თარგმნოთ ქართულად, ხო? ან რეზიდუალური ნაწილი. რეზიდუი არის ნარჩენი, რეზიდუალური ნაწილი. ან დაეძახათ რაიმე პერსონაჟის სახელი, ვთქვათ, მულტფილმიდან და ასე შემდეგ. ოღონდ არა ის, რაც აღნიშნავდა ამპუტაციას. Donc, en fait, ce surnom qu'il lui attribuait le nom d'un personnage de dessin animé qui n'était pas du tout donc un nom emprunté à un personnage réel. C'était les dessins animés, c'est les, je ne sais pas comment on dit en Oui. En plus, c'était les moultiques, je crois. Multfilm, oui. Mais un petit personnage animé donc, qui se trouvait du côté de l'enfance, avec qui mentalement, il pouvait, et dans un premier temps en tout cas, s'adresser comme pour tenter de l'apprivoiser. Pardon, il s'adressait de Il a sa jambe coupée, son moignon, il lui donnait un nom d'un personnage de dessin animé. Dessin animé, oui. Et donc, c'était ce qui lui permet, qui était quelque chose du côté de l'enfance, comme si Ouais. c'était ce qui lui permettait mentalement, dans les premiers temps, de s'adresser à cette jambe, d'en faire Pour quelque chose l'apprivoiser. détaché de lui, mais qui était le sien en même temps, pour tenter de l'apprivoiser. Oui. ანუ man ის ცდილობდა რომელიმე მულტფილმის პერსონაჟის. Et il a donné le nom de ce personnage, de quel personnage? Il a surnommé?
C'était, je sais pas, ça peut être Donald, par exemple. ვეღე Mickey, ის Donald, მან მიანიჭა მულტფილმის პერსონაჟის სახელი ça ამ changeait. ფეხს, რომელიც მას აკავშირებდა ბავშვობასთან და რომლის ამ ნაწილის დარჩენილი ნაწილის ფსიქიკურ მოთვინიერებაში პირდაპირ თარგმნი აფხივვაზე მოთვინიერებას ნიშნავს. უწყობდა მას ხელს. გაშინაურებაში შეიძლება ითქვას, რომ სიმბოლურში მოეხელთებინა. Alors, parce que, et pour sa première période de sortie, de permission de sortie, parce qu'au bout d'un certain temps, on leur donne l'autorisation de partir le week-end, il était très inquiet de ne pas pouvoir porter sa prothèse, parce qu'il avait commencé à en avoir une, tout le temps, parce qu'au début, ils font un temps d'adaptation. Parce qu'il dit, si je suis obligée de l'enlever parce que ça me fait mal, et qu'il y a des enfants qui me posent la question sur ma jambe manquante, il dit, je ne saurais pas comment leur répondre, en fait. C'était vraiment par rapport aux enfants qu'il avait cette angoisse qui était présente. Parce que, oui. ესე იგი მისი პირველი პერიოდის გასვლის შემდეგ შაბათ-კვირას ჩვენ უშვებთ პაციენტებს და როცა ის გადიოდა გარეთ, ის ამბობდა, რომ მას ძალიან ხელს უშლის მუდმივად ტარება პროთეზის, იმიტომ რომ ეს გარკვეულ ტკივილთან არის დაკავშირებული და იქამდე ვიდრე ადაპტირდება პაციენტი დროდადრო ხანდახანდა მოიხსნას და ისევ გაიკეთოს და ის ამბობდა, რომ არ მინდა მოხსნა, იმიტომ რომ თუ მოიხსნი მერე ბავშვები ces enfants ou les enfants en général? Alors justement, j'y viens, c'était les enfants en général, parce que justement, ce que je voulais dire là, c'est que c'était très important parce qu'il allait devenir père quelques semaines plus tard pour la première fois, en fait. Et que c'est lié à la paternité aussi. Ouais, ouais. ის ამბობდა, რომ ბავშვები თუ დამინახავენ, ოღონდ არა თავისი ბავშვები, მაგრამ სინამდვილეში მე დაუსვიეს კითხვა თავისი ბავშვები თუ სხვა ბავშვები და გამოდგა, რომ ის ამ მოვლენის შემდეგ რამოდენიმე კვირაში მამა უნდა გამხდარიყო და გახდა მამა. ის ამბობს, რომ მე გავიდე ჰოსპიტალიდან და მოვიხსნა ხანდახან სამედიცინო ადაპტაციური მიზნებით ჩემი პროთეზი, ბავშვები დამისვამენ კითხვას ჩემ ფეხთან დაკავშირებით და მე ვერაფრით ვერ გავცემ მათ პასუხს, ვერაფერს უპასუხებ. Parce qu'effectivement, répondre à la question des adultes, ça l'angoissait pas, parce qu'il pouvait parler d'adulte à adulte, mais par rapport aux enfants et dans la perspective de son devenir père quelques semaines plus tard, là, ça le mettait dans un état de manque qui le terrifiait, hein, d'une angoisse qui le terrifiait, parce qu'il avait affaire à sa part manquante, en fait, à cette jambe manquante. Et il disait, mais comment on raconte cela aux enfants? Comment je vais raconter cela à mon propre enfant? Et comment je pourrais être un homme debout avec mon enfant dans les bras? Et c'était encore vraiment de l'ordre de l'indicible du côté du réel pour lui, à partir du moment où ça se centrait sur la relation à son enfant à venir, aux autres enfants. Mais évidemment, c'était par rapport à sa propre enfance aussi qui avait été très, très complexe. ეს მისი ფეხის დაკარგვა პირდაპირ ბავშვთან და ბავშვობასთან დაკავშირდა, რადგანაც ზრდასრულებთან არავითარი მორიდების ან შფოთვის განცდა არ ქონია და არასდროს არ დაუსვამს კითხვა თუ როგორ უპასუხებს ზრდასრულებს იმასთან დაკავშირებით თუ დამისვამენ კითხვას ფეხზე, მაგრამ ქონდა მატერორიზირებული ძლიერი ტერიფიან შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვს, საკუთარ ბავშვს მომავალში ან სხვა ბავშვებს ენახათ ეს ნაკლული ფეხი, ნაკლი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. და ის ამბობდა, რომ როგორ უნდა ვიდგე ფეხზე, მაშინ როცა ჩემი შვილი მეჭირება ხელში და ეს ფეხის საკითხი პირდაპირ დაუკავშირდა საკუთარ მომავალ შვილს, ბავშვებს ზოგადად და რა თქმა უნდა მის ბავშვობას. Parce qu'en fait, les questions qui se posent, malgré le bénéfice incontestable des avancées technologiques pour ces patients, les questions qui se posent passent par la prise en compte du tragique de l'itinéraire de leur existence, pour leur permettre de se penser en tant qu'être, en tant que sujet, qui s'affirme capable non seulement de survivre après ces moments tragiques, mais de vivre dans une continuité.
et de prendre en compte leur passé, de les amener à le reprendre, de l'inscrire dans le présent, d'inscrire une continuité avec ce passé pour en repérer les différents points traumatiques qui leur rendent difficile la possibilité de se réapproprier ce nouveau corps, ce nouvel état. C'est les aider à construire un trait unaire qui a été défaillant chez eux entre ce passé et le présent pour leur permettre de rendre possible un avenir à mettre en place, quoi. ცხადია ტექნოლოგიის განვითარების უდავოდ დიდი სარგებლიანობა მხოლოდ და მხოლოდ არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ისმება შემდეგი საკითხი, თუ როგორ მოხდეს განგრძობადობა წარსულსა და აწმყოს შორის, როგორ მოხდეს ტრავმატიზმით და კიდურის დაკარგვით გაწყვეტილი კავშირი აწმყოსა და წარსულს შორის და თერაპიის დროს ჩვენ ვეძებთ დღევინე, ესე იგი, რაიმე ისეთ შტრიხს, რომელმაც შეიძლება იმუშაოს გადაბმის ფუნქცია, როგორც იმუშაოს როგორც გადაბმის ფუნქციის მქონემ წარსულსა და აწმყოს შორის კიდურ, სადაც საქმე ხდება ორ განსხვავებულ სხეულს, ესე იგი, მთლიან სხეულს და დასახიჩრებულ სხეულს. Et trois phrases pour conclure, c'est ce fil très tendu de la détresse qui est pris en compte dans nos séances, au-delà des promesses réelles de prothèses super bioniques et ultra performantes, c'est de leur permettre de penser et d'exister dans un nouveau contour corporel et psychique aussi, en fait. Et ainsi, se réapproprier ce contour, ce nouveau contour corporel, ces nouveaux contours familiaux et socialement aussi, qui est un travail de très haute lutte et de longue haleine, dont le membre, je dirais, dont le membre douloureusement manquant n'est pas un fantôme, parce qu'on parle souvent de la perte, enfin, du membre fantôme. Ce membre douloureusement manquant n'est pas un fantôme, mais une réalité ancienne à laquelle il tente de s'arrimer pour ne pas sombrer dans ces traversées de reconstruction. Pardon, est-ce que vous pouvez, parce que c'était très important et difficile un peu par rapport aux fantômes? En fait, il s'agit pour eux de se réapproprier un contour corporel, familial et social. Oui, C'est un travail de haute lutte et de longue haleine, c'est difficile, quoi, en fait, en un mot, dont le membre douloureusement manquant n'est pas un fantôme. C'est pas le membre qui est un fantôme, en fait, mais c'est leur passé. C'est ce que j'évoquais tout à l'heure. Ah, oui. Une réalité ancienne, un passé qui n'existe plus dans les yeux des autres, qu'ils ne peuvent plus montrer et à laquelle, eux, ils ont besoin de s'arrimer, de s'accrocher pendant longtemps pour ne pas sombrer, en fait. Et faire une transposition de l'image d'avant et de l'image actuelle. Et il s'accroche à quoi pour ne pas sombrer? Ce fantôme, en fait, ce fantôme, c'est leur corps entier d'avant, en fait. Oui, C'est oui, pas oui, que oui. c'est que il y a des douleurs du membre fantôme, on dit, mais je pense que ce n'est pas que les questions neurologiques qui sont là, hein, Tout effectivement, à mais fait. surtout, Oui, oui, oui. voilà, cette réalité ancienne qui est devenue un fantôme, puisque ils ne seront plus jamais corporellement comme avant, en fait. Et le avant est devenu une forme de fantôme. ფანტომ, oui, oui, oui. Oui. ანუ პროთეზის რეალური დანაპირები, რომელიც გულისხმობს რეკონსტრუქციას კიდურის, ამავე დროს ამასთან ერთად აუცილებელია ფსიქიკური სამუშაო იმისთვის, რომ სუბიექტმა წარმოიდგინოს და ხელახლა მოახდინოს აპროპრიაცია ახალი სხეულის და საკუთარი სხეულის ახალი კონტურების და სოციალური და ოჯახური რეალობის ახალი კონტურების. საქმე ეხება რეაპროპრიაციის დიდ და ხანგრძლივ სამუშაოს და როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ფანტომზე, ფანტომურ ტკივილებზე და კიდურის ფანტომზე, ამ შემთხვევაში მხოლოდ კიდური არ არის ფანტომი, არამედ მთლიანად სუბიექტის წარსული, სადაც ის ცხოვრობდა მთლიანი სხეულით, ხდება ერთგვარი ფანტომი. ის რაც იყო ძველი, ის რაც არსებობდა ძველად, აღარ არსებობს იმ ფორმით და იმ კონტურებში, რომლებშიც ახლა დასახიჩრების შემდეგ ავლენს თავს. შესაბამისად, სუბიექტი არ უნდა ჩამოეკიდოს და უბრალოდ ცდილობს ჩამოეკიდოს წარსულს, სადაც მისი წარსულის ფანტომს ჩამოეკიდოს, იმისთვის რომ არ ჩაინთქას სიცარიელის და ნაკლის უბსკურლში, რომელსაც
ქმნის კიდურის არარსებობა. ამიტომ ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ აი ამ ორ შორის რაღაც სხვა, რაღაც ახალი, როგორც რეაპროპრიაციის სამუშაო. ესე იგი, ხელახალი gâchis. Merci beaucoup, Anaïd. C'était vraiment comme une séminaire précédent sur ce sujet. Mais maintenant, justement, il y avait la demande de nos collègues de continuer au niveau de la perte du membre du corps. Et je vous remercie parce que nous avons enregistré les deux. Maintenant, nous avons les deux séminaires, quelque chose clinique et théorique en même temps. Il y a quelques questions, je pense. Isitra, თუ გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ პირდაპირ დასვათ. მე მინდა გამარჯობა. გამარჯობა. როგორი მიმართება რაც ახსენა დაკარგვა კიდურის სხეულის ნაწილის, როდესაც ხდება შინაგანი სხეულის ნაწილის დაკარგვა. მაგალითად, როგორიც არის საშვილოსნო ქალის შემთხვევაში, საკვერცხე და ასე შემდეგ. როდესაც შინაგან სხეულზე არის საუბარი. ცოტა ფართო არის, მაგრამ Il serait intéressant de penser qu'est-ce qui se passe quand quelqu'un a une expérience de perte de l'organe interne, par exemple l'utérus pour la femme, où il y a la perte des organes internes, il y a une silence d'organes chez Freud. Dans le miroir, ils ne sont pas trop représentés. Et puis ça dépend des circonstances peut-être aussi, hein. Je dirais que généralement, quand on perd un morceau de son corps, alors parfois c'est dû à une maladie, ça arrive hein, aussi, c'est-à-dire c'est une maladie très brutale, très violente, alors que si on enlève un organe interne, évidemment que c'est traumatique, mais d'abord c'est pas visible, effectivement, mais leur fonctionnalité ne change pas, quoi, généralement. Enfin, je sais pas, c'est une question compliquée. Après, au cas par cas, il y a quand même des choses. C'est pour les femmes, si il y a l'ablation de l'organe génital, bien sûr que ça pose la question. Ça dépend à quel âge, ça dépend dans quelles circonstances. Ça pose la question de la féminité, de la possibilité d'être mère. Enfin, il y a beaucoup de questions, quoi, qui sont ouvertes. Mais là, ça arrive dans des circonstances d'accident. J'ai perdu mon fil. Même s'ils disent qu'ils savent, hein, je l'ai évoqué la dernière fois, qu'ils prennent le risque de perdre la vie ou d'être gravement blessés, quand même dans la réalité à affronter, il y a vraiment quelque chose qui est avec cette prothèse, qui c'est fonctionnel. Alors c'est bien imité, mais ou si on porte un pantalon long, ça se voit pas. Mais il y a quand même, eux, le deuil, c'est une question de deuil qui est très importante, je crois. Il y a un deuil à faire de leur intégrité physique d'avant, parce que quand ils rentrent chez eux, ils enlèvent la prothèse, ils ne dorment pas avec la prothèse. Ils dorment avec la part manquante, en fait. Pardon? Quand ils rentrent chez eux, ils enlèvent la prothèse. Bien sûr. On ne peut pas dormir avec, on ne peut pas tout faire parce que c'est fatigant, Oui, parce que ça peut blesser si on garde, bref. Mais donc, en fait, là, ils se retrouvent tous les jours confrontés à cette part manquante. Il faut beaucoup de temps. Quand ils ont 30 ans ou 40 ans, ils ont vécu avec un corps entier et tout d'un coup, là, il faut affronter ça avec leur regard sur leur propre corps, comme dit ce deuxième patient, avec ce membre interrompu. ანუ გააჩნია რა თქმა უნდა შინაგანი ორგანოს დაკარგვა თუ კი ეს ქალურ ორგანოებს ეხება მით უმეტეს ეს დაკავშირებულია დედობრიობასთან, ეს დაკავშირებულია ფემინურობის საკითხთან, აგრეთვე დაკავშირებულია იმასთან თუ როგორ არის ფემინურობა წარმოქმნილი კონკრეტულ ქალში, რამდენად მოწყვლადია ის ამ თვალსაზრისით და ამავე დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ვითარებას თუ რა ვითარებაში მოხდება ეს რა ვითარებაში მოხდება დაკარგვა, რაც არ უნდა იყოს როცა შინაგან ორგანოს ეხება საქმე, ის არ არის თვალსაჩინო, შინაგანი ორგანოს დაკარგვა არ არის თვალსაჩინო, ის პირდაპირ არ უთხრამს სხეულის ხატს და ამავე დროს მეორე საკითხი, რომელიც არ გვიხსენებია, მაგრამ უნდა ვთქვათ, არის ამბობს ანაიტი გლოვის საკითხი, დაკარგული სხეულის ნაწილის გამოგლოვის და უფრო მეტიც საკუთარი ფიზიკური ინტეგრალობის, ფიზიკური მთლიანობის გამოგლოვის საკითხი და პროტეზი
მართალია შარვალს როცა ისმის ადამიანებს რომ პროტესტში სულიად მთლიანობით ის მაგრამ მას ყოველ დღე ყოველ საღამოს როცა ის იხსნის ამ პროტესტს დილის წინ უწევს შეეჩეხოს სარკეში თავის დეზინტეგრირებულ სხეულს და ის იზოლებულია რომ ესე იგი იყოს მუდმივად აი ამ მდგომარეობაში როდესაც არის კიდური პროტეზის სახით და როდესაც ის არ არის ანუ და გამოგლოვა ნიშნავს იმას რომ ყოველ დანახვაზე ეს არ იყოს მტკივნეული გლოვის ხანგრძლივი სამუშაოა ესე იგი ანა ღვინიანიძე აქვს კითხვა და შემდეგ პიროს ბოლქვაძეს სალამი მადლობა პირველ რიგში მართლაც ძალიან საინტერესო სემინარი იყო უბრალოდ სანამ კითხვას დავსვა მაინც გეტყვით რომ ჩატშიც არის ერთი კითხვა და თუ გნებავთ ჯერ დავსვამ ბარემ მე და ჩატში არის ერთი კითხვა რომ იცოდეთ აი მიმოწერის ჩატში ერთ ადამიანს აქვს კითხვა და მე თუ გნებავთ მოდით დავსვამ მეც კითხვას და თუ გნებავთ მე ორივე ერთად უთარგმნეთ პირველი რაც ძალიან ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია არის ის რომ სხვათა შორის ეგრეთ წოდებულ ფუნქციურ დარღვევებში იგივე სხვათა შორის რაღაც ფუნქციურ ნევროლოგიურ დარღვევებში ან რაღაც მოძრაობის დარღვევებში სადაც არა აქვს ახსნა რაღაც ფიზიოლოგიური დაზიანებით არ აიხსნება ეს სიმპტომები დარჩუნდება ზუსტად მანამ სანამ ადამიანს არ ვიღებთ როგორც ავადმყოფს ანუ ძალიან მარტივად რომ ავხსნა მას არ ვეუბნებით იმას რომ იცი შენ ამ მდგომარეობაშიც აბსოლუტურად მისაღები ხარ და არსად არ გეჩქარება განკურნება ანუ სირცხვილის ანუ ეს სიმპტომები მანამ ნარჩუნდება სანამ ზუსტად ეს გლოვის სამუშაო ძალიან თქვენს ენაზე რომ ვთქვათ არ ხორციელდება სანამ არ ვეუბნებით იმას რომ შენ ამ მდგომარეობაშიც სრულად მისაღები ხარ ანუ შენ არ გეჩქარება ის რომ განიკურნოს სხვათა შორის მქონია ესეთი კლინიკური შემთხვევები და ზუსტად მაშინ იწყებს ეს ყველაფერი დაძლევას როცა ადამიანს ვაგრძნობინებთ იმას რომ შენ ამ მდგომარეობაშიც ხარ აბსოლუტურად ადამიანური აბსოლუტურად მისაღები და ასე შემდეგ ერთ სიტყვით მანამ გლოვის დროს ვაძლევთ ხო ზუსტად კი და მათ შორის იმის დროსაც რომ შენ შეიძლება ვეღარ დაბრუნდე იმ რაღაც საწყის საფეხურზე მაგრამ ამავდროულად მისაღები ხარ კი ეს გასაგებია მაგრამ ძალიან დიდი მუშაობა მიდის ბრალეულობის განცდასთან ну ჩემთან ყოველ შემთხვევაში ეს ერთი და მეორე არის სირცხვილი ასევე ანუ ბრალეულობის განცდა არის პირველი რაც ну ჩემს კლინიკურ გამოცდილებაში მოდის ხოლმე რომ ის რაც მე დამემართა რამდენადმე მაინც ჩემი ბრალია ანუ მე დავაშავე რაღაც რომ რაღაც დავკარგე რომ რაღაც გარეგნულად შევიცვალე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ თუ ეს ბრალეულობის განცდა გადაიძლია ხოლმე მე აუცილებლად არის ეს სირცხვილის მდგომარეობა რომ როგორიც ვარ ახლა აი ამ რაღაც მდგომარეობისგან გამომდინარე ეს რამდენადმე უკავშირდება სირცხვილს და მე პირადად მაინტერესებს როგორ ეხმარება საერთოდ თვითონ ანუ ფსიქოანალიტიკური ჩარჩო იმიტომ რომ მე არ მაქვს ფსიქოანალიტიკური ჩარჩო მე სხვა მიდგომებით ვეხმარები აი ამ ორ ემოციასთან რაღაც ურთიერთობის მოწესრიგებაში იმიტომ რომ გამოგლოვება მაგასაც გულისხმობს ანუ უსუსურობის მიღებასაც გულისხმობს რეალურად რომ შენ არაფერი არ შეგეძლო ესე რომ ვთქვათ აი ეს არის ძალიან გამიგრძელდა მაგრამ თან გაზიარებაც მინდოდა ჩემი Elle partage avec nous son expérience clinique aussi. Elle dit, même avec les patients qui ont des troubles neurologiques, fonctionnels ou physiologiques ou non physiologiques ou autres, ces symptômes persistent souvent jusqu'à quelque temps avant de ne pas leur dire que vous êtes acceptable même avec ce trouble et vous ne devez pas avoir la hâte de se guérir. Comme ça, quand je dis, elle dit à mes patients, ne précipitez pas, c'est-à-dire ne soyez pas trop, de se débarrasser de ce trouble parce que vous êtes le même ou la même, vous êtes accepté, vous avez le temps, c'est-à-dire le luxe de faire du deuil. Il ne faut pas tout le temps
d'essayer de s'en sortir le plus vite possible, parce que prenez votre temps, et à ce moment-là, ils peuvent déclencher leur deuil et comme ça, petit à petit, sortir de cette situation. Et euh, deuxième aspect, c'est que qu'est-ce que vous pensez sur la culpabilité et du sentiment de honte? Elle dit que souvent il y a la culpabilité, que c'est juste moi je suis coupable, ou il fallait faire quelque chose autrement, etc. Et si la culpabilité est surmontée, après ça peut le sentiment de la honte qui apparaît, et comment, voilà, comment vous travaillerez avec tout ça. C'est beaucoup de questions. Je ne sais pas si j'ai réponse à tout, mais je suis tout à fait d'accord sur le fait de prendre le temps, de ne pas se presser, d'accepter, parce que c'est pas ça, ce serait comme une injonction presque des comportementalistes. Il faut faire comme ça pour mieux supporter le manque, etc., etc. Et ça ne fonctionne pas comme ça. On le sait effectivement dans l'approche psychanalytique, c'est laisser ce temps justement de tisser des liens pour petit à petit les inviter à parler de leur passé, en fait, parce que c'est très souvent là qu'il y a des éléments qui étaient très compliqués qui les empêchent d'accepter leur nouvel état dans l'actualité qui est la leur. Et effectivement, de prendre ce temps-là pour voir quels étaient les autres manques différents, ça permet de comprendre cette grande difficulté qu'ils ont pour accepter ce nouvel état aussi. Juste un exemple, je te laisse peut-être traduire un exemple avant, mais... Je vais traduire, ouais. დიახ, სრულიად გეთანხმებით იმაში, რომ პაციენტებს უნდა მივცეთ დრო, როგორც მაგალითად ქცევითი თერაპევტები იქცევიან, რომ ისინი ფორსირებას ახდენენ გარკვეული უნარების ათვისების, ეს მართლაც შეიძლება აფერხებდეს გლოვას. პირიქით, ჩვენ უნდა მივცეთ ფსიქიკური დრო, რომ დამყარდეს კავშირები, აღდგეს ტრავმატიზმით დაკარგული კავშირები წარსულთან, საკუთარ სხეულთან, გარემოსთან და ასე შემდეგ. ეს ძალიან ფაქიზი ესეთი რეკონსტრუქციის სამუშაოა და ხშირად აუცილებელია რომ ვიმუშაოთ მათთან წარსულ მოვლენებზე და წარსულ ტრავმებზეც, რომლებიც ხელს უშლის ხშირ შემთხვევაში პაციენტებს ახალი ტრავმატიზმის, ესე იგი, აი ამ მათი ახალი ტრავმირებული მდგომარეობის რეინტეგრაციაში. ესე იგი, მხოლოდ არ უნდა ვიყოთ აქ და ამჟამად მომხდარ ტრავმაზე ორიენტირებული და მისი კონტექსტუალიზაცია უნდა მოვახდინოთ მთლიან პაციენტის ცხოვრებაში. და ახლა რაღაც კლინიკურ მაგალითსაც გეტყვით ამასთან დაკავშირებით. Dans la population des militaires, très souvent, les militaires, en tout cas en France, parce que c'est pas, ils s'engagent dans l'armée pour, c'est pas parce que le pays est en guerre, ils ont décidé de s'engager dans l'armée. En fait, c'est quand même là aussi c'est très différent hein, entre ceux qui se retrouvent, un pays qui se retrouve attaqué et où les hommes, les jeunes hommes sont mobilisés pour Oui. se battre. C'est très différent déjà. Mais donc, en tout cas, en France, là, la plupart du temps, ceux qui se sont engagés, les jeunes qui se sont engagés, au moins 9 fois sur 10, c'est qu'ils viennent d'histoires très carencées, très traumatiques. Et donc, quand ils ont affaire à ces grandes blessures, la difficulté du deuil, parce que c'est le deuil d'autres choses, en fait, d'autres manques qui émergent, qui est là. Il y a une femme, par exemple, une autre femme qui n'était pas du tout militaire, mais une femme, j'arrive un jour, je vois dans la liste des patients quadri-amputés. Je me dis, quelle horreur, je ne peux pas. En fait, on me dit, mais si, est-ce que tu peux aller voir cette patiente, une femme de 42 ans, qui a été amputée des deux mains, enfin, les phalanges en tout cas, les doigts, et les deux jambes. Mais qu'est-ce qui s'est... Elle a eu un choc, elle avait eu un cancer du sein, une horreur. Vraiment, même à dire, c'est difficile parce que ça paraît presque, c'est obscène tellement c'était horrible. Mais elle était incroyable cette femme parce que donc elle avait eu un cancer du sein et puis dont elle avait été opérée, tout ça. Elle avait été soignée, mais elle avait eu un choc septique qui lui avait fait, voilà, elle avait été sauvée, donc il avait été obligé de l'amputer pour qu'elle reste en vie. Elle était mariée, elle a une petite fille de 6 ans à l'époque. Mais elle était incroyable, hein. Elle avait une histoire je l'ai suivie, hein, mais très structurée, très équilibrée. Et en quelques mois, elle était debout, elle marchait
on ne voyait pas qu'elle avait 2 prothèses aux jambes, les mains, c'était pas possible, c'était bref. Mais elle avait une capacité à se reconstruire, et elle était agrégée, elle travaillait sur son agrégation de philosophie, donc une capacité à élaborer et à penser qui a été vraiment un contenant extrêmement important pour elle, d'autant que ça venait sur une histoire familiale très contenante, très solide, quoi, on va dire. Donc il y a aussi ça qui est à prendre en compte c'est pour ça que je dis c'est très important de travailler sur le fil de l'histoire des patients pour repérer qu'il y a pu être vraiment des moments qui n'ont pas pu être pensés et qu'ils ont essayé de combler les manques, les vides de leur histoire. Ils ont essayé de les combler par la structure de l'armée, mais quand il y a quelque chose qui explose, là, il y a un effondrement. ის რომ საფრანგეთში ძირითად შემთხვევებში ისინი ვინც სამხედრო პოპულაცია, ასე ვთქვათ, სამხედრო კონტინგენტი ძირითადად არის შედგენილი იმ ადამიანებისგან, ვინცვისაც ეს არის პროფესია და ვინც გადაწყვიტა ცნობიერად წავიდეს სამხედრო მიმართულებით. ეს არ არის, ესე იგი, მობილიზებული ადამიანები ცხადია, ან ჯარში გაწეულები, არ არის ჯარში გაწევა სავალდებულო სამხედრო სამსახური. შესაბამისად ისინი მათ გადაწყვიტეს და 9-დან 10-დან 9 შემთხვევაში მათი გადაწყვეტილება შეერთებოდნენ საჯარისო ნაწილებს, პროფესიულ საჯარისო ნაწილებს, იყო მოტივირებული მათი მძიმე წარსულით და ტრავმატიზმებით და ხშირად ოჯახური ისტორიით. და ჯარში ყოფნა და წინა სეანსზე სემინარზე სწორედ ამაზე ილაპარაკა ანაიტმა, ჯარში ყოფნა მათთვის ასრულებდა ფუნქციას შეევსო ის დანაკარგი და ტრავმატიზმი, რომელიც მათ უკვე ჰქონდათ ბავშვობაში და რომელმაც ისინი მოიყვანა ჯარში. როდესაც ისინი განიცდიან ტრავმატიზმს უკვე სამსახურეობრივი, ესე ვთქვათ, სამხედრო სამსახურის შესრულების დროს, ასეთ შემთხვევაში ისინი კარგავენ იმას, რითიც პირველ ტრავმას უმკლავდებოდნენ, ანუ სამხედრო სამსახურის უნარს. გარდა ამისა, მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქედან გამომდინარე, პაციენტის ისტორიის, მიუყვეთ პაციენტის მთლიან ისტორიას და მთელ მის ცხოვრებას იმ ახალი ტრავმის გათვალისწინებით და არა როგორც ცალკე მოვლენა. და მე მქონია ასეთ შემთხვევა, მოიყვანეს ჰოსპიტალში ქალი კვადრი ამპუტაციით, ანუ 4-ვე კიდური ჰქონდა ამპუტირებული, ხელის მტევნები და ფეხები. მოხდა ისე, რომ ეს იყო უბრალო, ეს არ არის ის, მაგრამ კანცერი მკერდის ოპერაცია ჩატარდა, მაგრამ ამან იშვიათად ხდება, მაგრამ განვითარდა სეპსისი, რის გამოც წავიდა ეს კიდურებში და კიდურების ამპუტაციაც გახდა საჭირო. როცა მითხრეს, რომ მე ვიმუშავებდი თუ არა მასთან, რაღაცნაირად თავი შევიკავე და ვთქვი, რომ მე მგონი ვერ შევძლებ. შემეშინდა. იმიტომ რომ ეს იმდენად ძიმე იყო, რომ ფაქტიურად რაღაცნაირად თითქოს ადამიანურად შეურაცხყოფდა სუბიექტს. და ოფსენ. და ნელა მისი ისტორია აღმოჩნდა და ოჯახური ისტორია და ბავშვობა ძალიან ღრმაა და საინტერესო და ძალიან დიდხანს ვიმუშავებ მასთან და ეს ხალი ფაქტურად ფეხზე დადგა, პროტეზით გაიარა. ხელების პროტეზირება რთული იყო და ვერ მოხერხდა, მაგრამ ფეხების პროტეზირება მოხდა. დაუბრუნდა თავის ოჯახურ ცხოვრებას, მას ჰყავდა შვილები და ფილოსოფიაშიც დაიცვა დისერტაცია, რომელზეც ის მუშაობდა ტრავმამდე. და დაუბრუნდა ცხოვრებას, ასე ვთქვათ. ხალი, რომელთან მუშაობაც ჩემთვის თავიდან იყო ძალიან ესეთი. როცა გავიგე მისი მდგომარეობა. პირში, შენ გქონდა კითხვა? დიდი მადლობა. მოგესალმებით საღამოშვიდობის გიგა, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთ ძალიან საინტერესო შეხვედრისთვის. ისმის ხო ჩემი ხმა? კი. და ძალიან დიდი მადლობა საინტერესო გამოცდილების გაზიარებისთვის. შევეცდები ძალიან მოკლედ დავსვა კითხვა ორივე შემთხვევაში. კი, ეს ნიშნავია, იმიტომ რომ მე უფრო მიადვილდება თარგმნა, როცა მოკლეა. ხო.
მოკლედ პირველ შემთხვევაზე მაინტერესებს როგორი იყო მისი შთაბეჭდილება პაციენტთან დაკავშირებით, რას უფრო განიცდიდა ის პაციენტი იმას, რომ გარშემომყოფები ვერ აღიქვამდნენ სწრაფად მას როგორც ტრამვირებულს და არ ეპყრობოდნენ სათანადოდ, თუ იმას უფრო მეტად განიცდიდა, რომ ის კარგავდა, ესე ვთქვათ, თავისი ტრაუმული გამოცდილებასთან დაკავშირებულ განცდებს და ვერ იყო შესაბამის მდგომარეობაში, ანუ სათანადოდ ვერ განიცდიდა ამას. მიხვდი ხო, რასაც გულისხმობ ამ შემთხვევაში? ანუ ერთი რო ის კარგავდა გარშემოყოფებისგან აღიარებას ტრაუმულად? ხო, ანუ და ისინი არ ეპყრობოდნენ სათანადოდ, როგორც ხო, ეს უფრო მეტად, ამას უფრო მეტად განიცდიდა პაციენტი თუ იმას, რომ თვითონ ვერ განიცდიდა სათანადოდ უკვე ამ მდგომარეობის გამო თავის ტრამვირებულ მდგომარეობას, იმას რაც გამოსცადა, ხო? მიხვდი ხო, რასაც გულისხმობ? კი, რა თქმა უნდა. ხო, და მეორე შემთხვევასთან დაკავშირებით მაინტერესებს, იქაც მოკლე კითხვა მოგზალიან, აი ბავშვებთან მიმართებაში რაც ხდებოდა, ხომ არ უფიქრია, რომ შესაძლოა ეს იყო დაკავშირებული ბავშვობის ტრამვასთან, ამ პიროვნების ბავშვობის ტრამვასთან, მაგალითად, მას ყავდა ნანახი, ესე ვთქვათ, იგივე მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანი, რომელსაც დასცინოდნენ და ასე შემდეგ. ხომ არ უფიქრია, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო მიზეზი? Sa question concerne sa question de ce premier patient quand son trauma est devenu invisible pour les autres. Qu'est-ce qui était pour lui plus douloureux? Cette invisibilité de son trauma pour les autres et de son vécu pour les autres, ou plutôt c'est que lui-même il n'a perdu le contact avec sa propre expérience traumatique. Pas sûr de comprendre la dernière partie de la question. Il a perdu. La dernière partie, c'est que qui était plus douloureux pour lui de ne pas être reconnu dans sa souffrance et dans sa perte à cause de cette prothèse bien technologique, ou que à cause de ça, il a perdu les liens plus ou moins affectifs ou les ressources d'élaboration de sa propre trauma. En fait, c'est très intéressant, c'est à partir de ce point-là qu'on a pu travailler, justement. Comment le fait qu'il avait ce sentiment qu'il n'était pas suffisamment visible aux yeux des autres, que son traumatisme n'était pas visible, sa perte n'était pas visible par les autres. En même temps, il ne voulait pas que ça soit visible, parce que s'il ne portait pas de prothèse, on aurait vu ce moignon, justement. Hein, mais aussi, effectivement, c'était à la fois cette ambivalence-là que j'évoquais, que ça ne soit pas vu, et donc comme s'il ne souffrait pas, mais c'est à partir de cette souffrance qui était antérieure, il y avait des souffrances antérieures sur lesquelles il a fallu travailler pour pas que lui, il se sente obligé, si j'ai bien compris sa question, de fermer le chapitre traumatique, en fait, oui. et ressentait. Et c'était travailler sur l'histoire, en fait. C'est ce qui dit pour le traumatisme hein, aussi, enfin, c'est pas là, mais voilà. ნამდვილად ეს ნიშნავანი შენიშნა, იმიტომ რომ ნამდვილად ჩვენი მუშაობა მაშინ დაიწყო, როდესაც ჩვენ ისევ გავხსენით ეს თავი ტრაუმატიზმის და მისი სხვა ტრაუმების ბავშვობაში, იმიტომ რომ ერთის მხრივ მას ამწუხრებდა ის, რომ მისი ტრაუმატიზმი აღარ იყო და მისი დანაკარგი არ იყო თვალსაჩინო და მასთან ამავე დროს არ სურდა რომ ეს ყოფილიყო ხილული. ამავე დროს ეს იყო ერთგვარი ამბივალენტური დამოკიდებულება და ის სწორედაც რომ იტანჯებოდა იმით, რომ თითქოს ამ პროთეზმა დახურა ეს თავი, ანუ მისი ტრაუმატიზმის და მისი ტანჯვის, ისევე როგორც მისი ისტორიის. ესე იგი წერტილი დაუსვა, მორჩა, ესე იგი თითქოს ყველაფერი დასრულდა, აღდგა. მაშინ როდესაც სწორედაც რომ ფსიქიკურად უნდა მოხსნილიყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს პროთეზი იმისთვის, რომ ფსიქიკური სამუშაო გვეწარმოებინა ჩვენ. Deuxième question, c'était... Pardon, pour compléter juste, c'est là où c'est vraiment important de faire de la place à ça, parce que c'est pour ça que je citais Rimbaud, en fait, parce qu'il dit, les médecins, à partir du moment où ils ont réparé mécaniquement quelque chose, c'est fini, en fait.
Pour eux, c'est fini. Le patient, il doit bien aller. Il ne comprenait pas, les médecins. Ils disaient, mais pourquoi il ne va pas bien? Pourquoi il n'est pas content? En fait, c'est ça, c'est que ce n'est pas terminé. Il y a une hémorragie physique qui est arrêtée, mais psychiquement, ça continue à saigner, à blesser, à couler, en fait. Et c'est ça qui est vraiment, c'est pas une injonction, c'est parce qu'il le vivait comme si c'était une injonction d'aller bien et de ne plus avoir aucune plainte, aucune souffrance. Et c'est là où il a absolument raison, rappeler qu'il faut faire la place à pouvoir reprendre la question de sa souffrance et les souffrances antérieures pour pouvoir commencer un deuil, en fait, aussi. ნამდვილად, სწორედ ამიტომ იყო, რომ დავამატოთ თქვენს კითხვას, ამიტომ იყო რემბოს სიტყვებით რომ დავიწყეთ, როცა თავის დასწერს, რომ ისანოს რომ ექიმების ჩემი ნახვა აღარ უნდათ, იმიტომ რომ ისინი მეუბნებიან, რომ მე განკურნებული ვარ, მე აღარ მაქვს ჩემი ჭრილობა შეხორცებულია და თითქოს მე ყველაფერი უნდა თავს კარგად ვზრუნდე. მაშინ როდესაც ჭრილობა რომელიც შეხორცდა ფსიქიკურად აგრძელებს იყოს სისხლმდინარე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ესე იგი ღია ფსიქიკური ფიზიკურად შეხორცებული ჭრილობა ფსიქიკურად ღია რჩება დიდხანს და ეს პაციენტიც როდესაც მოხდა მისი პროთეზირება და აღდგენა კიდურის თითქოს ეს იყო ექიმების მხრიდან მოწოდება იყავი კარგად. შენ უკვე კარგად უნდა იყო. და სწორედ აი ამის შემდეგ იწყება ფსიქიკური სამუშაო, დაუბრუნდე ტანჯვას, დაუბრუნდე ტრამატრავირებელ გამოცდილებას და გასცდე ამ სამედიცინო ასე ვთქვათ, დასკვნას, სადაც უკვე ყველაფერი კარგად არის თითქოს. მარიამ ტაკაშვილი. თუ შეიძლება მოკლედ, რაც შეიძლება მოკლე კითხვები დავსვათ, პირველი მაინტერესებს, რამდენად სწორად ვაიგივებდი, როდესაც საუბრობდნენ ტრავმის მიღებაზე და მთლიანი პროცესის გავუაზა მერე, იგივე ვთქვათ, ფსიქიკური ტრავმის მიღებაზე, არა ფიზიკური. თითქოს ეს ძალიან გავს ერთმანეთს იმ ეტაპების გავლა, რაც უწევს პაციენტს გაიაროს მაგალითად ფსიქიკურად, როდესაც არის ტრავმირებული და არაფერში ვერ არის მაგალითად ფიზიკური ტრავმის მიღება. ხო, მაგალითად ტრავმირებულია ბავშვობაში ან რაიმე მაგრამ დღევანდელი სემინარის სწორედ ეძღვნება იმ სპეციფიკას, როდესაც უბრალოდ ფიზიკურად კი არ არის ტრავმირებული, არამედ სხეულის ნაწილია დაკარგული. ეს სემინარის თემაა. კი ბატონო, ანუ ეს რეგიონი ხო არის, მაგრამ როდესაც ვთქვათ პაციენტი აღიარებს დაინახავს და აღიარებს თავის ახალ თავს, ესე ვთქვათ, და ასევე შეაფასებს იმას, რომ საზოგადოების არის მიღებული და თავის ახალ ვერსიას ხედავს საზოგადოებაში, მაგრამ უკვე პრინციპულად არ უნდა რომ ეგუებოდეს ამას, იმიტომ რომ თითქოს ისევ კარგავს საბოლოოდ უშვებს ხელს თავის ძველ ვერსიას. ამ შემთხვევაში რა შეიძლება გამოიყენოს თერაპევტმა იმისთვის, რომ ეს მომენტი გადააახინოს, ასე ვთქვათ. Chciałbym to ჩამოვაყალიბე ჩემი შეკითხვა. უფრო იმას გულისხმობ, რომ შეიძლება პაციენტს უჭირდეს თავის მიღება, ეს ერთი საკითხი არის, მაგრამ როდესაც მან დაინახა საკუთარი ახალი თავი, ისიც დაინახა საზოგადოებაში როგორი ახალი თავი აღიქვა, ანუ საზოგადოების მიერაც თვითონ ჯგუფშიც ხედავს საკუთარ თავს, მაგრამ იმიტომ რომ ახსენდება თუ როგორი იყო წარსულში, ზუსტად ამის ხელის გაშვების გამო არ უნდა რომ ბოლომდე აღიაროს ეს ახალი თავის თავი და მიიღოს მთლიანი ხამაშია და ხაბარკო ეს კონფლიქტია ძველ ნაწილთან, ჩემ ძველ იდენტობასა და ახალთან, დიახ. Oui, sa question répond vraiment en fait, c'est que il y a non pas deux identités mais deux images différentes entre le corps d'avant et après, et quand le patient déjà que les autres ont accepté le patient dans son nouveau corps ou dans sa nouvelle image, c'est lui qui résiste, il s'accroche à l'ancienne, à quelque chose qui était avant. Mais c'est ça le sujet de notre séminaire. Oui. Oui, il y a un temps d'intériorisation et puis de renoncement. C'est ça qui est important. Renoncement. Ari მთელი დრო და ფაზა
ინტერიორიზაციის ერთის ხრივ ახალი სხეულის და რენონსმან არის უარის თქმა, ესე იგი უარი თქვა და მიიღო სხეულის დანაკარგი ნიშნავს უარი თქვა სხეულის იმ ნაწილზე, რომელიც დაკარგა. აღარ ჩაეჭიდო. გასაგებია, მადლობა. არაფრის, მადლობა თქვენს. Je me souviens plus quelles sont, enfin je sais pas s'il y a d'autres questions, mais je me souviens plus quelles sont nos prochaines dates et thèmes. Le thème, tout ça c'est marqué sur notre site. Je pense que c'est sur le transfert, sur la notion de transfert, je pense. Ah oui, c'était l'historique, oui. Oui. C'est l'historique du concept de transfert chez Freud. Oui, oui, oui. Et c'est, je vais vous dire la date tout de suite. Voilà. Nous avons beaucoup, grâce à notre collègue Maya Kerwalishvili, nous avons, qui est elle-même en formation à Espace, nous avons énormément amélioré notre site et les technologies et tout ça, ce qui est lié. Tu pourras m'envoyer c'est Espace Analytique Géorgie? Oui, c'est 10 février, c'est 10 février. 10 février, ok. Oui. Je vais le renoter. C'est transfert, oui. Oui, le transfert chez Freud. Oui, oui, oui. Que je bien, oui, je l'ai bien noté, oui. Kalbaton Anait Dasostan, ჩვენ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა მომავალ წელს, ესე იგი თებერვლის თვეში, ტრანსფერის საკითხი ფროიდთან. ეს არის სწორედ იმ კომპონენტში სწავლების 4 კომპონენტიანი სისტემებიდან იმ კომპონენტში შედის, რომელიც ეხება ფროიდის ფუნდამენტურ კონცეფტებს. შეიძლება, ანუ მე ჩატში მოვიწერე კითხვა და მინდა დავსვა, თუ არის შესაძლებელი და თუ არის დრო. Est-ce qu'il y a encore le temps pour une question? Allez, on va prendre 5 minutes, oui. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და ძალიან საინტერესო ლექცია. ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს, ანუ სხეულის დაკარგვის ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ხდება პროთეზირებით კომპენსირება და მე მაინტერესებს რა კავშირში აი ეს მოვლენა მთლიანი სხეულის დაკარგვასთან, ანუ ეტლით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, ანუ ეტლით როდესაც დიახ, მაგრამ რატომ არის ეტლით მთლიანი სხეულის დაკარგვა? ანუ ფაქტობრივად ხომ ხდება მთლიანი მოძრაობის და ფაქტობრივად ახალი ნაწილის ჩანაცვლება, ანუ გადაადგილების კუთხით იკარგება მთლიანი, ანუ გადაადგილებას გულისხმობ, ფაქტობრივად სხვადასხვა ნაწილების მთლიანი გაერთიანება ხდება, ფაქტობრივად ახალი პროთეზით სიმბოლურად რომ ერთ-ერთი რომელიც ეტლი არის პროთეზი, რომელიც საერთოდ არ გავს სხეულს. დიახ, რომელიც საერთოდ არ გავს სხეულს და არის სრულიად ახალი და მაინტერესებს აი ამ ორ ფენომენს, ანუ ორ სიტუაციას შორის რამდენით არის მსგავსება და რა ფანტაზმი შეიძლება გაუჩნდეს ეტლით მოსარგებლების და სხეულის ნაწილის დაკარგვით გამოწვეულ პიროვნებას შორის. ანუ რა მსგავსება და რა განსხვავება შეიძლება იყოს. და რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული. დიახ. მადლობა ძალიან. La question c'est que nous avons parlé de la perte du corps, puis de sa reconstruction ou une compensation technologique avec les prothèses. Qu'est-ce qu'on peut dire sur ceux qui ont perdu la motricité du corps, par exemple la capacité de marcher ou d'être debout, et qui ont comme prothèse, quand on est assis, c'est en français le mot médical, le fauteuil roulant. Puis quand c'est remplacé, quand le prothèse, c'est le fauteuil roulant qui ne ressemble pas du tout au corps. Par exemple, la main ou le membre, les jambes, c'est une sorte d'imitation, alors que le fauteuil roulant n'imite pas, mes parties du corps n'imitent pas la marche. Et c'est intéressant, les deux entre deux choses, c'est intéressant. Oui, là aujourd'hui j'avais accès effectivement sur une part mécanique qu'on peut remplacer pour la fonctionnalité, mais c'est vrai que pour ceux qui sont en fauteuil, c'est encore d'autres choses. Ça serait long,
J'ai pas fini d'écrire dessus, mais je pourrais le reprendre une autre fois. Je vous dirai quand j'aurai quelque chose, que j'aurai eu le temps d'avancer. C'est vrai que c'est autre chose. Il y a beaucoup, enfin, c'est très différent. Il y a quand même il y a la paraplégie, en fait, c'est-à-dire que c'est le bas du corps qui est paralysé, ils ne peuvent plus marcher. Comment dire? Déjà, l'un des premiers points, c'est ils se disent qu'ils ne seront plus jamais une personne debout, un homme debout. En fait, c'est une expression qui revient quand même assez, régulièrement. Être un homme debout, c'est-à-dire qu'ils ne regardent plus le monde de la même hauteur, en fait. Ils sont ramenés déjà à la hauteur de l'enfant, presque. Hein. Et ils sont obligés de lever la tête tout le temps pour regarder les autres, c'est pas rien. Il y a beaucoup de questions qui se posent. Et c'est très compliqué. Il y a la question de la sexualité, comment ça se passe, ce qui peut venir remplacer ou compenser. Je ne sais pas, ça n'empêche vraiment, c'est un autre univers. C'est encore un autre univers, ça n'empêche pas, je travaille beaucoup avec cela aussi. Hein. Il y en a un qui était dans les Jeux paralympiques que j'ai suivis, comme ça, c'est un parachutiste, les forces spéciales, qui lui a pu récupérer. Il y a une part un peu presque. Enfin, il a une famille très structurée et structurante, hein, donc encore une fois, je pense que ça aide. Mais il s'est retrouvé en fauteuil roulant, il a tout de suite. Il ne pouvait pas supporter le fait de ne pas pouvoir faire de performance. Les forces spéciales en France, de l'armée ou de la police, c'est quand même très particulier. C'est des hommes qui passent des examens, des épreuves incroyables, quoi. Et donc, lui, il a dit, quand on lui a annoncé qu'il ne marcherait plus, qu'il serait tout le temps en fauteuil roulant, il a dit, ben, je serai champion olympique. Tout de suite, le manque était insupportable. Il faut qu'il fasse quelque chose qui soit visible, en fait. On retrouve quand même cette part de la question chez lui, en tout cas, du visible et invisible. Lui, il avait besoin que... D'emblée, c'est-à-dire, c'était quand même la parole qu'il a mise dans cette... D'emblée, oui. il a répondu à cette il a répondu, il a dit, puisque c'est comme ça, je serai champion olympique. Parce qu'il ne peut pas supporter, lui, que ce qu'il fait ne soit pas exceptionnel. Absolument, oui. Son moi idéal ne supportera jamais la perte de ce gigantesque par rapport à son Et il était là dans les Jeux Olympiques avec Macron, la femme de Macron. Enfin, on le voit, il est très, très un ego ultra débordant, mais il a besoin d'être vu. Mais il a réussi. Et puis, voilà, il s'est marié avec sa kinésithérapeute. Il a une petite fille. Bon. Et puis d'autres qui traversent vraiment des choses beaucoup plus complexes et qui se séparent parce que la compagne ne supporte pas ou eux ne se supportent plus d'être comme quelqu'un qui peut continuer sa vie avec les personnes, si la personne est en couple, quoi, par exemple. Il y en a certains qui ne supportent pas. C'est compliqué, ça serait un autre chapitre à ouvrir. ის რასაც თქვენ კითხულობთ სავარძელთან დაკავშირებით, ეს მართლაც სულ სხვა სამყაროა კლინიკური თვალსაზრისით, სულ სხვა რეალობა, სრულიად სხვა. მე ამაზე ვწერდა, როცა მექნება ჩემი მეტად შორს წავალ კლინიკურად ამ მიმართულებით, იქნებ მე გავმართოთ ცალკე სემინარი, აქ საქმე ეხება სიარულის, მაგალითად, როცა პარაპლეგიას, სიარულის შეზღუდვა. ეს ნიშნავს იმას, ხშირად ადამიანები ამბობენ, მე არასდროს არ დავდგები, ესე არასდროს არ ფეხზე დადგომა გადატანითი მნიშვნელობით, ესე იგი, როგორ დავდგეთ ცხოვრებაში ფეხზე. არა უკვე ფიზიკურად, არამედ მორალურად, როგორ დავდგე ფეხზე. ხო არის, რომ მაგალითად მე მთელი ცხოვრება ფეხზე ვიდექი და მერე წავიქეცი, იმიტომ რომ დავკარგე სამსახური, დავკარგე ადგილი ცხოვრებაში და ასე. ანუ ფსიქიკურად ფეხზე დადგომა, იმიტომ რომ ფეხზე დგომა მეტაფორაც არის ადამიანისთვის. ამავე დროს ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი დაბლდება რაღაცნაირად, მას უწევს ქვემოდან უყუროს მუდმივად ადამიანებს და თითქოს ის ებრძვის ამ ინფანტილი ამ გაბავშვურებას იმის გამო მას უწევს ბრძოლა, რომ სწორედ აი ამ ბავშვის სიმაღლეზე უწევს ყოფნა ეს სამ სექსუალობის საკითხს, მაგრამ სრულიად განსხვავებულად და აქ ჩვენ ვერავითარ განზოგადებას ვერ გავაკეთებთ და
თითოეული შემთხვევა ცალკე აღებული შემთხვევაა. მე ბევრს მუშაობ ამ პაციენტებთან და ერთ-ერთი შემთხვევა არის პარაშუტისტის შემთხვევა. სპეციალური დანიშნულების, სამხედრო სპეციალური დანიშნულების რაზმი არის პერფორმანსზე ორიენტირებული. ეს უბრალო ხალხი არ არის, ეს არის ხალხი, რა თქმა უნდა, ვინც წარმოუდგენელი რაღაცები უნდა აკეთოს და ეს პარაშუტისტი სწორედ რომ მოხდა ისე რომ მან მიიღო მძიმე ტრამვა და როდესაც გაიღვიძა და უთხრეს მას რომ ის ფეხზე ვეღარასდროს ვერ გაივლიდა, პირველი სიტყვა რაც მან თქვა, მაშინ გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი. და მართლაც ეხლა ამ ოლიმპიადაზე გამოვიდა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მე მაკრონთან და მის სოლთან ერთადაც იდგა, გამოჩნდა ხშირად ტელევიზიით და რატომ? იმიტომ რომ მისი მეიდეალი, მე დავამატეს და ანაიტმაც გაიმეორა, მისი ეგო იმდენად იყო პერფორმანსზე და იმდენად იყო ფიზიკურ პროგრესზე და ყოვლის შემძლეობაზე ორიენტირებული, რომ შეუძლებელია მას დაეშვა და მიეღო, ერთი წამითაც კი მიეღო მსგავსი დანაკარგი ან დანაკლისი. ამიტომაც ის სასწრაფოდ პარაშუტისტიდან, სპეციალური დანიშნულების რაზმიდან სასწრაფოდ გადაერთო ოლიმპიურ თამაშებზე და თქვა რომ ახლა სხვა მიზანი აქვს და მერე ცოლად მოიყვანა თავისი კინეზითერაპევტი და ამ შემდეგ. მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება. არის შემთხვევები, როცა პირიქით წყვილი იშლება ამის გამო. ზოგი ამას ვერ უძლებს. თვითონ ის ადამიანი, ვინც არის ამბობს, რომ აღარ მინდა შენთან ყოფნა როგორც წესი, ისინი ვინც ხდებიან ეთლით მოსარგებლე და შემდეგ, მაგრამ ეს მართლაც სრულიად განსხვავებული ფენომენია, ვიდრე კიდურების ამპუტაცია და სხეულის ინტეგრალობის დაკარგვა. მადლობა ძალიან დიდი, ნამდვილად შესაძლოა მსგავსი განცდები მაქვს და მსგავს განცდებს გავდივარ, ამიტომ მადლობა დიდი. გასაგებია. კარგით, მადლობ თქვენს კითხვით შესაძლებლობა. კარგით, მე მგონი ყოველ შემთხვევაში ჩემი სურვილია დავასრულოთ, შეიძლება თქვენი დრო რომ კითხვა. Nate, je vous remercie pour ce séminaire théorique et clinique qui éclaire toujours, c'est ça, la réalité clinique qui rend intelligible nos théories. Et on comprend très bien comment la psychanalyse ou l'histoire du sujet, l'expérience subjective a eu lieu, la psychanalyse est toujours aura sa place. Et je pense que si on reste les êtres humains, les parlants, la psychanalyse ne peut pas se fonctionner. Voilà. Merci beaucoup. Je vous remercie. Nous vous attendons en Arménie. Je vais demander à mes collègues s'ils veulent venir. Oui, avec plaisir. C'est entrée libre. Vous serez accueillis évidemment avec très oui. Oui. Je t'enverrai le programme en fait. Erevani იქნება ანაიტი ოქტომბრის თვეში და თებერვალში ჩვენთან წაიკითხავს სემინარს და et on se voit à Paris au congrès. Il y a une équipe géorgienne qui sera présente. Mes visites solitaires sont finies. Bon, bah, écoute, merci beaucoup à vous tous pour ce travail ensemble. C'est toujours, pour moi aussi, c'est enrichissant d'entendre les questions. Ça oblige à repenser. Voilà, donc merci à vous. Merci beaucoup. Au revoir, Anaït. Bonne fin de soirée. ესე იგი იქამდე ვიდრე ადამიანური გამოცდილება, სუბიექტური გამოცდილება იარსებებს ფსიქოანალიზით, როგორც ამ გამოცდილების დანამატი. კარგად იყავით ნახვამდის. ჩემპიონი ღამა ყველას. Merci à tous. Merci beaucoup. Au revoir.